მოგესალმებით, ონლაინაა გადაცემა ხელოვნებაზე, ამაზე, იმაზე და რა ვიცი, ტექნიკურ ამბავს თავიდანვე ჩემ თავზე ავიღებ, გეტყვით რომ ეს გადაცემა ტრადიციულად მიმყავს ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონიასთან ერთად და ჟურნალისტი ნინო დარასა. და მინდა ტექნიკური ამბავი ჩემ თავზე ავიღო და წინასწარ ვთხოვთ რომ გამოგვიწეროთ YouTube-ზე და ასევე სოციალურ ქსელში, Facebook-ის გვერდზე, Instagram-ზე და სადაც გნახავთ, მოკეთ ყველგან გამოგვიწერეთ. ჩვენ ვცდილობთ რომ ყველგან ვიყოთ, აბსოლუტურად ყველგან ვიყოთ ჩართულები და ყველაფერში ვიყოთ ჩართულები და ვისაუბროთ იმაზე, რაც ვიცით, გვაღელობს და გვიყვარს. უმეტესად ეს არის ხელოვნება, არა? პატარა ჩართულებით. ხელოვნება ამ ჩართვების გარეშე არ გამოდის და არ არსებობს და ეს არის საზოგადოებრივი საკითხები, პოლიტიკური საკითხები და ასე შემდეგ. ხო და ამ ერთი კვირის განმავლობაში რა თავგადასავლები გქონდა? ამ ერთი კვირის განმავლობაში, იცი, მე ძალიან მიჭირს სხვათა შორის ონლაინ წარმოდგენა ჩვენი გადაცემის, იმიტომ რომ რო წარმოვიდნენ რომ ამ გადაცემას დღეს ხვალ და ზეგ კი არ ნახავენ, შეიძლება ნახონ წლების მერე. ამიტომ ძალიან მიჭირს გამოყოფა ხოლმე ისეთი მნიშვნელოვანი თემების, რომ როცა არ უნდა ნახოს ადამიანმა, მისთვის იყოს საინტერესო. ამიტომ უბრალოდ მოკლედ ვიტყვი, რომ ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო ჩემთვის, ეს იყო თბილისის წიგნის ბაზრობა, სადაც გასაოცრად ბევრი ხალხი ვნახე და პროექტიც გქონდა. ჩემთვის გასაოცრად ისეთი რაოდენობის ადამიანი იყო, ძლივს იტევდა იმხელა ექსპო ჯორჯიას შენობა. ასევე აუცილებლად მინდა რომ აღვნიშნო, რომ ფოტოფესტივალი კოლგა უკვე 25 წელია, საიუბილეო წელი ქონდა წელს და რაღაც არაჩვეულებრივი გამოფენები, ანუ მთელი ქალაქის მასშტაბით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ 25 წელი უწყვეტობა ამ ქვეყანაში, როდესაც რა პერიპეტიები აღარ გავიარეთ ყველა მეტად ამ 25 წელიწადში. ხო, კოლგასთან ერთად და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ამ უწყვეტობისთვის და ხარისხის სულ ამაღლებისთვის ბესოხაინდროს და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვენეციის ბიენალეზე ცალკე პროექტად ეკაენუქიძის კურატორობით თამრიკო კვესიტაძემ წარმოადგინა ნამუშევარი, რომელიც მიუძღვნა მედეას, ანუ მედეა არის ცენტრალური დამოუკიდებელი პროექტია. დამოუკიდებელი პროექტია გერმანელებთან და ფრანგებთან ერთად და მედეა არის მთავარი თემა და მე იმედი მაქვს რომ ოდესმე თამრიკო კვესიტაძესაც რომელსაც არ უყვარს არც ლაპარაკი, არც გამოჩენა და ამ დროს ძალიან მნიშვნელოვან რაღაცებს აკეთებს და უკვე მესამეჯერ არის ვენეციის ბიენალეზე ორჯერ საქართველოს წარმოადგენდა რომ თამრიკოც ერთხელ გვეყოლება სტუმრად. ხო, აი ერთხელ მახსოვს ან 2006 ან 2007 წელი იყო, როდესაც საქართველოს ასე ვთქვათ სრულ ფასოვნად როგორც ქვეყანა სახელმწიფო წარსდგა და სამი ავტორი იყო, მეც ვიყავი მაშინ იქ. სამი ავტორი იყო საქართველოს პავილიონში, თამარ კვესიტაძე, სოფიო ტაბატაძე და ეითერ ჭკადუა, სამი განსხვავებული ავტორი. პრინციპში სამივეს ვისურვებდი ჩვენთან სხვადასხვა დროს გადაცემაში იქნება ეს გავაკეთოთ. გავაკეთოთ, მაგალითად. იმიტომ რომ განსხვავებული ქართველი წარმატებული არტისტები იყო სრულიად განსხვავებული მხატვრული სამყაროთი და ხელწერითაც. და მეორედ ვერ ვიგონებ თამარ კვესიტაძეს, მაგრამ აი თუ კი გვესტუმრება, გაგვახსენებს. და რაც შეეხება დამოუკიდებელი პროექტი, რომელიც ჩვენ თქვი, მაინც მაყურებლისთვის განუმარტოთ, რომ ვენეციის ბიენალე არის ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული ძველი საფესტივალო პლატფორმა, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ იმართება ვიზუალურ ხელოვნებაში, მას ანაცვლებს არქიტექტურა და პარალელურად არის ვენეციის კინოფესტივალი, თეატრის ფესტივალიც და სხვათა შორის ცეკვის ფესტივალიც, მაგრამ ეს ყველაზე პოპულარული კინოფესტივალია და თანამედროვე ხელოვნების. სპეციფიკურია, იმიტომ რომ ეს არის ფესტივალი, სადაც ვენეციაში ძირითადად 2 ზონაში, მაგრამ პრინციპში შეიძლება ითქვას მთელს ქალაქში სახელმწიფოები წარადგენენ ხელოვნებას, რომლითაც ისინი ამაყობენ, ასე ვთქვათ. და აი დამოუკიდებელი შენ რო თქვი, არის კიდე პარალელური პროექტები, როცა კურატორები და არტისტები კიდევ ამის პარალელურად წარადგენენ. ეხლა რატო არის იცი ეს რატო მენიშნა კი და მომინდა ამის გაღრმავება და მხოლოდ ამაზე ვილაპარაკოთ. რომ არაჩვეულებრივი სტუმარი ყავს და გველოდება. იმიტომ რომ ესეთი გახმაურებული ამბავი მოხდა 2 დღის წინ და ეს ამბავიც არ დაიკარგება ნინო დროსთან ერთად, როცა არ უნდა გავიდეს ეს გადაცემა, იმიტომ რომ
თანამედროვე ხელოვნება და ზოგადად ხელოვნება, რა თქმა უნდა, ყოველთვის პოლიტიკურია და მათ შორის ის როგორც ინდუსტრია მიბმულია პოლიტიკურ პროცესებთან. ვენეციის ბიენალეს აქვს არსენალეს სივრცე და ჯარდინი, ანუ დიდი ბაღი, სადაც დიდ სახელმწიფოებს უკვე ლამის საუკუნე ან მეტი, ზოგს უფრო მეტი აქვთ თავისი პავილიონები. რუსეთი არის ასეთი სახელმწიფო, იქ საფრანგეთსაც აქვს, ამერიკასაც, მუდმივი შენობა, როგორც საკუთრება. სხვა ქვეყნებს, ვისაც ესეთი საკუთრება შენობა არ აქვს, მაგალითად საქართველოს გვიწევს დაქირავება. ხო და რუსეთ-უკრაინის ომის გამო ვენეციამ აუკრძალა რუსეთის სახელმწიფოს თავისი პავილიონის გამოყენება საფესტივალო სივრცეთ და ზოგადად რუსეთი ვერ მონაწილეობდა. და აი ახლა წელს მოხდა უცნაური რამ, რომ საორგანიზაციო კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ რუსეთის პავილიონი გაიხსნა სხვა პავილიონებთან ერთად. ამას მოჰყვა ძალიან დიდი ნეგატიური რეზონანსი და 2 დღის წინ ჟიური გადადგა. ვენეციის ფესტივალი პლუს ხო კონკურსიც არის და იხსნება ხოლმე გამარჯვებულის გამოცხადებით. ანუ რომელმა სახელმწიფომ წარმოადგინა ყველაზე საინტერესო პროექტი. და აი ეს ჟიური, რომელსაც ეს უნდა გამოევლინა, ფესტივალის დაწყებიდან რამდენიმე დღით ადრე გადადგა პროტესტის ნიშნად. მაგრამ რა ხდება? არის ვარაუდი, რომ ფულმა გადაწონა ჰუმანისტური ღირებულებები. ანუ ხელოვნება ამ ღირებულებების გარეშე თითქოს წარმოუდგენელია და როდესაც სახელმწიფო ხოცავს მილიონობით ადამიანს სხვა ქვეყნის, სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რთულია იმ სახელმწიფოს ესე ვთქვათ, სახელოვნებო პროექტის მაყურებელი და შემფასებელი გახდე, როცა ზნეობრივი და ჰუმანისტური ასე ვთქვათ, კრიზისის გამომწვევია სამყაროში. მაგრამ თურმე ვენეციის ბიენალეს წელს აფინანსებენ რუსი ოლიგარქები და აი აქ უკვე ისეთი საკითხია, რომელზეც მოდი ჯერ ვიფიქროთ და მე რომელიმე გადაცემაში გავაღვივოთ ეს პრობლემა. ფული, პოლიტიკა, ხელოვნება, ღირებულებები, რა მხარემ დაიჭიროს ხელოვნებამ და არსებობს გამართლება ასეთი მორალური კომპრომისებზე წასვლის? შენ როგორ ფიქრობ? მე მგონი არ არის საჭირო ჩემი პასუხი გასაგებია ესედაც. მაგრამ ის ხო და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ვინ გაძლევს ამ ფულს და ამიტომ არის ძალიან დიდი გასაჭირი რომ თქვათ რაღაცის გაკეთება გინდა და ვერ აბიჯებ რაღაც ვერაფერს ხო მორალურ პრინციპებს და ვერ თანამშრომლობ იმასთან და ბოლოში რჩება რომ ვერ აკეთებ უბრალოდ და გავაკეთოთ აუცილებლად რომ ძალიან მნიშვნელოვანია და არ მგონია რომ ვენეციის ბიენალეს რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრის ადგილია ხელოვნებისათვის თქვათ მაგის გაჭირვება გქონდეს რომ მაინც რუსეთი ჩაერთოთ რომ სხვათა შორის მინდა ვთქვა რომ როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და ამის ფონზე დაიხურა რუსეთის პავილიონი ეს იქ რუსი არტისტების ინიციატივით მოხდა. ანუ თვითონ რუსმა არტისტებმა უარი თქვეს ამ ქვეყნის სახელით იქ მონაწილეობაზე. და ნუ მერე შეჩერებული იყო ეს, მაგრამ ეს ნელ-ნელა იქ ოლიმპიადაზე დაშვება რუსი სპორტსმენების, იქ ვენეციის ბიენალეზე დაშვება და აი ამასთან შეგუება, რომ პრინციპში ნორმალურია, ხო, აგრესორთან, მოძალადესთან თანამშრომლობა. შესაძლოა ვცდები პოლიტიკურ ექსპერტად მე ვერ გამოვდგები, მაგრამ როგორც მოქალაქე ეს ტენდენცია ვიგრძენი განსაკუთრებით მკაფიოდ, როდესაც ტრამპი რაღაცა სათავეში ჩაუდგა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს, ჯერ კიდევ არ შემდგარს და აქ ამ პროცესში ზელენსკის მუდმივად უწევს იმის მტკიცება, რომ ის მსხვერპლია და არა მხარე
რომელმაც უნდა დათმოს თურმე კიდევ რაღაც, არა? ხო და თან ძალიან ხარ რუსეთს თავდამსხმელი და მოძალადე საერთოდაც არ უარყოფს რომ ცალად არის კი დიახაც მოძალადე და ზუსტად ამეთი ამაყობს. და უცნაურია რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ორივეს ისე ელაპარაკება, თითქოს ორივე აგრესორი იყოს. და რაღაცეთ ამასთან მიჯაჭვული მგონია მთელი ის პროცესი, რაღაცეთ მიიღება რუსეთის აგრესიის, რაღაცა ნორმალიზება. და ეს გამახსენდა ზელენსკი გამახსენდა, როცა ვენეციის ბიენალის ამბავი გავიგე, ზელენსკი, რომელიც ბოლო ინტერვიუებში მუდმივად იმას ამბობს, რომ კარგად გავიხსენოთ და დავინახოთ სინამდვილეში რა ხდება. რომელიც გვახსენებს იმას, რაც ყველას ისეც უნდა გვახსოვდეს და რაღაც ხო, სხვათა შორის ეს ტენდენციაა, რომ იქით გამტკიცებინებენ მოძალადეები, დამნაშავეები პირდაპირ მნიშვნელობით სიმართლეს გაყენებს რაღაც უხერხულ მდგომარეობაში. ეს ბავშვობაში წავიკითხე, ესეთი და ჩვენც გვიწევს ხოლმე, არა, ამის ამოწელების. ესეთი ნაწარმოები იყო, სულ მაგას მახსენებს ამ ბოლოს ესეთი რეალობები. მთვარის ქვა, სადაც ერთ სახლში იკრიბებიან და იკარგება ოჯახიდან ძალიან ძვირფასი ქვა. და ადამიანი იწყებს გამოძიებას იმ სახლის ერთ-ერთი მესვეულ და იწყებს გამოძიებას და ამ გამოძიების დროს შორდება შეყვარებული, იქ რაღაცა მეგობარი აღარ ელაპარაკება რაღაც და ბოლოში აღმოჩნდება რომ თავად აიღო ეს ქვა. და დარიდან შედა ისინი გაოცებულებენ ეს როგორ რაღაცა გათიშულობის დროს ეს გააკეთა, ეს არ ახსოვს და იმის მერე სულ მაგას ვფიქრობ, რომ სულ ეს განცდა მაქვს, რომ ანუ თავად აიღო ქვა და თვითონ არის მბრალდებელიც და რაღაც და შენ გიწევს თავი და სხვას დანარჩენს. ზოგმა იცის სიმართლე, მაგრამ უწევს თავის მართლებ, რომ არა, ნამდვილად თვითონ არ ყოფილა და თან იცის, რომ არა თუ თვითონ არ ყოფილა, არამედ ვინც კითხვებს უსვავს და ვინც ბრალდებელი ის თვითონ არის დამნაშავე. ეს რაღაც უცნაურად ძალიან ხშირად რეალობაში ჩემს ცხოვრებაშიც განმეორდა და ეხლა მაყურებელს რო არ ეგონოს რომ ეს ტელეფონი რას უჭირავს ხელშიო მე რო არ მოგწევ მიუხედავად იმისა რომ ძალიან მადლობელი ვარ თქვენი კომენტარების იმიტომ რომ რა უცნაურიც არ უნდა იყოს ინტერნეტ სივრცისათვის ძირითადად სულ დადებითი გამოძახილია მინდა გითხრა რომ ეს ვენეციის ბიენალეზე თამიკო კვესიტაძის ეს კინეტიკური ნამუშევრები ანუ სამი კინეტიკური ნამუშევრი 15 ნამუშევრია სულ და არის კიდე ლინზებით სულ ახალი გამოცდილება თამრიკოსთვისაც არის ერთ-ერთი კურატორი არის ეკა ენუქიძე და ერვე მიქაელოვი ამ პროექტს ქვია მედია მეხსიერების ფრაგმენტები და დაუთმეს ისტორიული სივრცე პალაცო ბრიგადირი და ეს გაგრძელდება ოქტომბრის შუა რიცხვებამდე, 19 ოქტომბრამდე, ასე რომ თუ გექნებათ ეგეთი ბედნიერება და მოხვდებით ვენეციაში, შეგიძლიათ ნახოთ და მთელი ბიენალე გრძელდება რამდენიმე თვე. სანამ გვაქვს ბედნიერება, რომ ევროპაში შეგვიძლია ხალხო მოგზაურობა, თუ ერთ ქვეყანაში აღმოჩნდები, იქიდან იაფად შეგიძლია გადახვიდე, სადმე ევროპაში თუ აღმოჩნდებით, ერთი დღე ეხლა მომიდა მე თქვა, როგორ უნდა აღმოჩნდნენ იაფად და მარტივად ვენეციაში. მაგრამ რეკლამაში ჩამეთვლებოდა ავიაკომპანიის და ამიტომ არ ვიტყვი. ისე საერთოდ ავიაკომპანიებმაც და სხვა კომპანიებმაც შევიდათ გაითვალისწინოთ ჩვენ ყველანაირი რეკლამის გამოცხადება შეგვიძლია აქ მოვყვებოდი ეხლა ვენეციაში როგორ უნდა აღმოჩნდნენ. ავიაკომპანია ნანა მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მოხვდეთ ვენეციაში, იმოგზაუროთ. და ესე გავაგზავნებთ გადიდეთ. სანამ ვენეციაში მოხვდებით, სხვა ქალაქში ჩაფრინდებით და იქ რა შეგიძლიათ ნახოთ. ეს ტურისტული სააგენტოც შეგვიძლია რომ იყოს ჩვენთვის რეკლამის მომწოდებელი, ხო? აბა. ესე იგი ტურისტული ავიაკომპანია. იმდენი მაყურებელი ყავს და იმდენი ახალი შეყვარებული ყავს. თქვენ მოხვდით ჩვენთან გადაცემაში და მე ჩვენ ვიცით რეებზე ვილაპარაკებთ. მოდი აღარ ვალოდინოთ. არა, თან ისეთ სტუმარი. აღარ ვალოდინოთ ქართული თეატრის ნამდვილ იმას. დივას. რა ხდება ჩვენთან? ანუ სულ იმ ადამიანებს ვიწევთ, მე მგონი ვინც განსაკუთრებით მოხწოს, ესე უნდა გავაგრძელოთ? სხვათა შორის მეგობრებმა მირჩიეს, რომ ასე არ გააგრძელოთო, მაგრამ მოდი ერთხანს მივიღოთ ეს სიამოვნება ამ ამბისგან, რომ ჩვენთვის ასე ვთქვათ
მისაბაძ მეგობრებს, ადამიანებს, რომლებმაც საქმითა და მათ შორის სამოქალაქო პოზიციით ისეთი რამ გვაჩვენეს და გვასწავლეს, რომ ეს მოკრძალება და აღფრთოვანება კიდევ უფრო გააღრმავეს ალბათ. ეხლა თან მინდა აუცილებლად სანამ გადავალთ ესეთ საუბარზე პირველ ნაწილში დაგიმალე რაღაცა, იმიტომ რომ მინდოდა რომ ნინოსთან ერთად დამეწყო და უბრალოდ თავიდანვე ვიტყვი რომ წიგნის ბაზრობა, რომელიც ჩატარდა თბილისის წიგნის ბაზრობა, რომელიც ჩატარდა ხა თბილისში და ერთ-ერთი მონაწილე და მნიშვნელოვანი იყო ნინო თავის დასთან ერთად პროექტით მსახიობები ლიტერატურისთვის იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება თბილისის წიგნის ბაზრობაზე, მაგრამ თავისთავად სანამ ამ პროექტზე ორი სიტყვით ღერძული პროექტი ხდება, ან ჩვენ გვაინტერესებს შეიძლება. ხო და სანამ ამ პროექტზე ვიტყვი, მინდა თქვა თავად წიგნის ბაზრობაზე, რომ ეს რა ბედნიერება იყო ამდენი ხალხის ხილვა წიგნის ბაზრობაზე, იმიტომ რომ ყევა არის, უბრალოდ სუნთქვა იყო შეუძლებელი 4 დღის განმავლობაში გადავსებული ექსპო ჯორჯიასის უზარმაზარი მე-11 პავილიონი, აი ბავშვები, უფროსები და ნებისმიერი ასაკის ადამიანი წიგნებით დატვირთულები და უცებ მივხვდი რომ თან ჩემთვის კიდე რაღაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ სულ მეგონა კი რა, ესეთი აღქმა მქონდა, რომ აი მაგალითად ადამიანები, რომლებიც მოდიან, ვისაც წიგნი აინტერესებს, განათლება უნდა იმისთვის ეს არ არსებობს იკითხო წიგნი და არ იყოს სოლიდარული, არ იყო ემპათიური. ხო, მგონია რომ წიგნს მოაქვს ეს ყველაფერი და სულ ზვიადრატიანი მახსენდებოდა ამ წიგნის ბაზრობის გამოსვლა. მეგონა რომ ყველა ადამიანი ვინც იქ მოდის, თუ წიგნის გულშემატკივარია, აუცილებლად სოლიდარულია და თანაუგზნობს თქვა ზვიადრატიას მის ქმედებას, ხო? და იმიტომ რომ ვისაც უნდა განათლება, იმას უნდა განათება, ალბათ რომ ეს შეუძლია განათლება წიგნს. არ ვარ დარწმუნებული, რომ რასაც ჩემ ფიქრობ, ასეა. ანუ წიგნი ავტომატურად ნიშნავს წიგნისადმი სიყვარული, მაგალითად ზვიადისადმი სოლიდარობას. კონკრეტულად შეიძლება ზვიადისადმი, მე მქონდა ეს აღქმა, მაგრამ კონკრეტულად ზვიადისადმი, მაგრამ ადამიანისადმი სოლიდარობას აუცილებლად გიღვიო. ზუსტად ამ დღეებში ზვიადი გადაიყვანეს მკაცრი რეჟიმის საპატიმროში, თუ სწორად ვამბობ, რაც ნიშნავს არა მხოლოდ მარტოობის საკანს, არამედ შეხვედრების შეზღუდვას, პაემნების შეზღუდვას და გასეირნების დროის შეზღუდვასაც, ზარების შეზღუდვასაც. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სამარტოების საკანი ზვიადისთვის შეიძლება ნაკლებად მტკივნეული იყოს, იმიტომ რომ ვიცით, რომ მან შემოგვითვალა არაერთგზის, რომ თარგმნიდა და წერდა და არ გვენერვიულა, რომ ამ დროს გამოიყენებდა იმისთვის და სივრცეს მარტოობას, რომ საქმეზე კონცენტრირებულიყო, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სინდისის პატიმრები და პოლიტპატიმრები გვამხნევებენ ჩვენ და სინამდვილეში ეს ოპტიმიზმი არის ჩვენთვის, რასაც გვიგზავნიან და რა თქმა უნდა, ბევრად რთულია შიგნით ვიდრე ავლენენ. მაგრამ შენთვის არის ძალიან დიდი იმედი ამდენი ხალხის დანახვა წიგნის ბაზრობაზე. როგორ არა, თან მე ხო ამას დინამიკაში უყურებ. 25 წელია თითქმის ეს წიგნის ფესტივალი და ეხლა უკვე ბაზრობა რაც სტარდება და ჩვენ მერვე წელია ვიღებთ მონაწილეობას, მაგრამ მერვე წელია ამ პროექტი და მანამდე აი სულ ვიცით თავიდან ტარდებოდა ფილარმონიის შენობაში და იქიდან ამათთან ერთად მოგზაურობ დავყვები ამათ მეც. ეს იყო 2009 მაყურებელს შეიძლება ყველამ კარგად არ იცის რა პროექტზე ვსაუბრობ. არა, იცი რა, ჯერ წიგნის ფესტივალზე ვთქვათ, რომ ეს წიგნის ფესტივალი, რომელიც 25 წელია თითქმის ტარდება და აი როგორც თქვი, დაიწყო სულ პატარა, რამოდენიმე გამომცემელი იყო და ეს იყო ფილარმონიაში ახლოს. და შემდეგ გადავიდნენ ამ მაშინ ექსპო ჯორჯიასში და 2 პავილიონიც გქონიათ და 3-ც. და ნელ-ნელა ჩემ თვალწინ მოხდა როგორ გაივსო, რამდენი ხალხი დადის და რამდენი ძირითადად ახალგაზრდობა და განსაკუთრებით აი 2 წლის მოვლენების თავზე ჩვენ შარშანაც და წელსაც დავინახეთ აი ეს რაოდენობა მე მგონი წინა წელს პირველ დღეს 25000 ადამიანი იყო და
პირველ წელს. ეს ჩვენ გვაჩვენებს აი რაღაცა საღი აზრის, ახალგაზრდობის გაჩენის და მისი არსებობის მერე რაღაცნაირად სიტყვის, საქმის და იდეის ერთობლიობის და ქმნადობის პროცესა ეს ყველაფერი იქ ჩანს და ეს არის დიდი იმედი. რამდენი ახალგაზრდა ჩვენ რო ვკითხულობთ, სად არის ახალგაზრდა, აი თქვათ არ არის ახლა ქუჩაში აქციაზე ახალგაზრდები სად არიან? იქ იყვნენ. ეს და ჩანს რომ იქ ყველა არის, ყველა ერთად იქნება საჭირო მომენტში, უბრალოდ ყველას თავისი, ეხლა ახალგაზრდები შეიძლება სწავლობენ. და შეიძლება ეს არის მნიშვნელოვანი. ახლა რაც შეეხება ყოველდღიურ პროცესს გულისხმობს პროტესტის და ეხლა რაც შეეხება ჩვენ პროექტს, ესე კი შენ რო თქვი ახლა ისე კარგად სოფო რო ეს ღერძული პროექტიო, კი მინდა რომ გახდეს ღერძული პროექტი, ბოცნებობ ჩვენი პროექტი არ არის რა თქმა უნდა ღერძული, ეს არის ესე ვფიქრობდით ერთ-ერთი დამხმარე მინდოდა რომ რაღაც სოლიდარობა გამოგვეცხადებინა ჯერ კიდე 2018 წელს, როდესაც საქართველოს ფრანკფურტში იყო მიწვეული სტუმრის სტატუსში და ვიფიქრე რომ მოდი ჩვენ მსახიობები ამ პროცესს არ გამოვეთიშებით, ხო იცი ყველაფერი ისე უნდა დაგავალონ, ვიღაცამ უნდა მე ან შენ თქვა ვაიმე ეს ყოფილა ჩვენ რატო არ ვიცოდით, ნეტა რომ გწოდნო და გავაკეთებდი და მაგერ ვიცოდი ჩემი დისგან, მისი გარემოსგან, რომ ეს იგი ფესტივალზე, წიგნის ფესტივალზე ფრანკფურტში ესეთი მოვლენა საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მიდის და ვიფიქრე, მოდი რაღაცა გავაკეთოთ ისეთი, რომ ჩვენც არ ჩამორჩეთ ამ პროცესს და მართლაც ჩვენ შევიდეთ. პირველად 2018-ში გავაკეთეთ და როცა ვამბობდი რომ აი საქართველოს ფრანკფურტში ბევრს ეგონა რომ ფრანკფურტში მივდივართ და არა ჩვენ არა ვართ ფრანკფურტში არ მივდივართ მაგრამ ჩვენ ვართ ბექებში ანუ უკანა ნაწილი რაც ვაჩვენებთ რომ ჩვენ ამ ყველაფრის მონაწილეები ვართ და მართლაც მსახიობებმა სხვადასხვა დროს სხვადასხვა ერთხელ კორონას დროს ჩაგვივარდა მხოლოდ კორონა პანდემიის დროს და მსახიობები ამ ფესტივალზე 3 დღის მანძილზე, ეხლა ბოლო 2 წელი 2 დღის მანძილზე წარვადგენს წიგნებს. ამ ხნის მანძილზე უამრავმა თეატრმა მიიღო, როგორც თბილისის, ისე რეგიონის თეატრის მსახიობებმა და პლუს კიდე სკოლებმა, ბავშვებმა, აი ეს უცნობმა გამვლელებმა, ვინც თხოვა, მეგობრის შვილებმა, სხვადასხვა ბავშვების სკოლებმა, ეს იყო ჩვენი იდეა, რომ აი ჩვენ ყოფილიყავით და ეს ბავშვები ჩვენთან ერთად. იმათ თავისუფლად რაც უნდათ, იმას წარადგენდნენ და ჩვენ წარვადგენთ გამომცემლები, რასაც მოგცემენ წიგნებს და რასაც ჭირდება, თქვათ, მხარდაჭერა და პოპულარიზაცია. ეხლა ეს რაც შეეხება სოფო აი ღერძული პროექტი დავაზუსტებ ვიგულისხმე წიგნის ფესტივალი რა თქმა უნდა რუტინა ამ ფესტივალის არის ახალი წიგნების გაცნობა შეძენა ავტორები წიგნებს გვაცნობენ გამომცემლებიც არის სხვადასხვა სცენები სადაც ხდება მწერალთან ან წიგნთან შეხვედრა თუმცა აი პროექტი რომელსაც თქვენ აკეთებთ მსახიობების გუნდი ხო თქვენი პროექტი ნინო ეს გულისხმობს თანამედროვე ჩვენი თანამედროვე მსახიობები კითხულობენ ინტერპრეტაციას თავისებურ გააზრებას ახდენენ სხვადასხვა ლიტერატურული ტექსტის ჩვენ მოვდივართ და ნაწილობრივ ვხედავთ გარკვეულ პერფორმანსს ცირედი მსუბუქი ელემენტების პერფორმანსს როცა მსახიობი ამას წარმოაჩენს ეს კიდევ ცოტა სხვა რამეა და ეს არის ერთადერთი ჩემთვის პროექტი ამ ფესტივალის ფარგლებში, როდესაც მართლა სხვა მკითხველის რაკურსიდან ცოცხლდება ტექსტი. სხვადასხვანაირი შინაარსების და ხედვის ავტორები, მსახიობი ავტორები კითხულობენ სხვა ავტორების ტექსტებს, ასე რომ პერფორმანსის ცოტა თეატრის და ეს ყველაზე ინტერაქციული პროექტია, ბევრი სხვადასხვანაირი აუდიტორია და მაყურებელი მოდის, ამ დროს არა მხოლოდ ის, ვინც წიგნის საყიდლად არის. იცი რა, შეიძლება და მოულოდნელიც არის ამავდროულად, აი რომელი მსახიობი როგორ წარადგენს. მაგრამ იცი რა, ეს პროექტი როგორ არის, სხვათა შორის თავიდან მეკითხებოდა, რას აკეთებთ, თქვენ როგორ კითხულობთ, ნაწყვეტებს კითხულობთ, არა. მსახიობები უბრალოდ როგორც მოაზროვნე ადამიანები უბრალოდ ისინი თავის ნააზრევს
გვიზიარებენ და ერთგვარ რეკლამას უწევენ ამ წიგნებს და ჩვენ გვინახავს რომ ზოგიერთი წარდგენის შემდეგ დაღზე წიგნი დამთავრებულა. ესე იგი ისეთი რაოდენობით მისულა დაინტერესებული მკითხველი. თავიდან ჩვენ აი ესე იცი ერთმანეთის გადაბმულად წარვადგენდით და მე მივხვდით რომ უნდა გავაკეთოთ პატარა პაუზები, იმიტომ რომ მართლაც გჭირდება ზოგჯერ 5 წუთი რომ ადგე მოძებნო გამომცემლობის პავილიონი და უпростоოდ პავილიონში ის ადგილი და იყიდო წიგნი. ეს უფრო მეტად და მეტად არის საჭირო. ეხლა ერთ რაღაცას ვიტყვი რომ ამ წლების მანძილზე, 8 წლის მანძილზე რას დავაკვირდით და რა დავინახეთ. როგორ გაახალგაზრდავდა ჩვენი წარმოდგენების ასაკი, მსახიობების, რამდენი ახალგაზრდა მოდის თავის ინტერესით და როგორ შეიცვალა ის, რასაც წარმოადგენთ. თავიდან ეს იყო მხოლოდ მხატვრული ლიტერატურა, იმიტომ რომ ამაში თითქოს უფრო დაცულად გვგრძნობდით ჩვენ მსახიობები თავს, დიდი გამოცდილება არ გქონდათ აი ესეთი წარდგენების და აი ესეთ ლიტერატურულ პროცესში მონაწილეობის და ეხლა ნელ-ნელა გადაინაცვლა დოკუმენტური პროზისკენ და საერთოდაც დოკუმენტური პროზა მეტია ეხლა. გაიხსნა ახალი გამომცემლობები, ლაბორატორია, სოლაბი და 1000 კვლევა მიდის ყველა მიმართულებით. კაც რაღაცა ჩაგეკითხებით ხო? მსახიობები თავად თუ შეიძლება შენობით დამელაპარაკე რა. ორი ჩვენ ხო ესეთი თბილი ურთიერთობა გვაქვს. ეხლა ჩემთვის ვფიქრობდი უსმენდი რომ გარდა იმისა რომ ეს ძალიან მაგარი პროექტი იყო ეს ზუსტად ინტერაქციული, იმიტომ რომ იმდენი ადამიანი ჩერდებოდა პირდაპირ ხო მნიშვნელობა აქვს თან რომ მსახიობი წარადგენს და იქ ჩერდებოდნენ, ყურადღებას იქცევდა და მართლა დახლები ცარიელი იყო ფაქტიურად. არაერთი ინტერაქციული პროექტი იყო თვითონ ამ წიგნის ბაზრობის ფარგლებში. ხა გამახსენდა ლევან ღამბაშიძემ გამოსცა ესეთი სამაგიდო თამაში შემეცნებითი ქალები თავისუფლებისათვის ქვია გაეროს მოსახლეობის ფონდთან ერთად შვედეთის მხარდაჭერით და იქაც აი ესე რო შედიოდი ამ პავილიონში ეს ჩვენი რაღაც საამაყო ქალები, განმანათლებლები, პირველი პარლამენტარი ქალები, ეროვნული გმირები, მარო მაყაშვილზე ესე ხვდებოდნენ პირდაპირ ამ დარბაზში. ანუ ამ წიგნის ბაზრობამაც როგორ გაიზარდა რა, მართლა ეხა ფილარმონიის თქვა ვესტიბულიდან რომ დაიწყო ესა, ამასობაში 4 დღის განმავლობაში ტევა არ იყო და სხვადასხვა სცენები იყო. ანუ ნინო სადაც და მსახიობები სადაც კითხულობდნენ, პარალელურად კიდე მეორე სცენა იყო, სადაც ხაბატონი ლანა ღოღობერიძე იჯდა და კითხულობდა, იქა ეს ქალები თანასწორობისათვის და აი ცოცხალი ორგანიზმი იყო ის კი არ იყო რომ მიხვედ მაღაზიას კი არ გავდა ეს ხო ბაზრობას კი არ გავდა ბაზრობას ხო რაღაცა ეს ცხოველი ვნება თუ სურვილი ურთიერთობის შეხვედრების ეს ხო ამას აღწერე ხო ნინო შენ აი როგორი ცოცხალი პროცესის აზრის გაცვლის იმიტომ რომ ლიტერატურულ სფეროში ძალიან დიდი პროცესებია და ლიტერატურულ სფეროში და საგამომცემლო სფეროში ძალიან დიდი პრინციპული ბრძოლა გაიმართა და მოხდა რაღაცას ერთი აზრის კონსოლიდაცია და უპრეცედენტო სოლიდარობა ერთმანეთის. თანამოაზრეებს და თანამებრძოლებს რეცეპტს პოულობ ასეთი შეხვედრების დროს ხო? აი ეს ამ წლების მანძილზე სხვათა შორის ამ ორმა სფერომ ისეთი სიმტკიცე გამოაჩინა ხო მწერლობა და გამომცემლები ძალიან ესე ამად გარშემო მე ეს ყოველთვის ბირთვის გარშემო მე იკრიბება რაღაცა ყველანაირი ნაკადები და აი სწორედ ეს მოხდა მე ის რასაც ისინი გამოსცემენ ჩვენ კიდე ვერ ვაცნობიერებთ როგორი ფუფუნება გვაქვს ამ პატარა ქვეყანაში რომ ჩვენ ყველაფრის ავანგარდში ვართ ლიტერატურულ პროცესებს ვამბობ რამე საინტერესო სადმე თუ ხდება ეს მაშინვე ითარგმნება და როგორ ხარისხში ამას აქვს დიდი ამ პრემიას ნობელის ლიტერატურის მიმართულებით ნობელიანტი მწერალი გამოჩნდება მივალ მაღაზიაში მგონია რომ აი ვერ ვიპოვი და ალბათ მოგვიწევს რომ დედანში წავიკითხოთ და აღმოჩნდება რომ უკვე თარგმნილია სოფო აი ეხლა ჩვენ ხო ყველაფერს ძალიან ყოჩაღები არის ახალს გვაძლევენ და ჩვენ ეს ყოველ წელს უყურებთ რა არის აი თითქმის წიგნი არ მეორდება გამომცემლების აი ძალიან იშვიათად რომ ერთი წიგნი შემორჩეს 2 წელი წარსადგენად სხვა წიგნებთან ერთად ესე იგი აი ერთმანეთზე უფრო საინტერესო ტენდენციები, მიმართულებები, უამრავ რამეს მოიცავს, უამრავ სფეროს, როგორც დოკუმენტური პროზა, ასევე მხატვრული ლიტერატურა, პროფესიული და იცი ეს არის და თან მართლაც ძალიან მაღალი მხატვრული დონე, კარგი თარგმანი, იმიტომ რომ ახლა მე წელს 6 წიგნი წარვადგინე და მაქვს ამის ფუფუნება, სულ ვკითხულობ და უყურებ ჩვენი წარმოდგენები, მსახიობები.
ესე იგი ეს არის უპრეცედენტო რამ რაც შეიქმნა საქართველოში და ამის დაბრკოლება, გაჩერება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ეს იქნება აი მართლა იმ კაცმა რო თქვა, იმ რუსმა კაცმა ესო იყო როგორი კატასტროფაო, საბჭოთა კავშირის დარჩენა, გეოპოლიტიკური რაღაცა კატასტროფა, აი ასეთი კატასტროფა შეიძლება. ნინო, სოფომ რაც მკითხა, რომ წიგნი იძლევა იმის წიგნი არის იმის წინაპირობა, რომ ადამიანი რომელიც წიგნს კითხულობს, ყველა შემთხვევაში არის სოლიდარული. ორივე სიმართლეს ღაღადებს ჩემო მეგობრებო. მე ესე იდეალისტური პოზიცია მეც მაქვს, რომ აი წიგნი ცვლის, მაგრამ აი სოფოს ეჭვს ვიზიარებ, რომ ცვლის, რომ წიგნი ცვლის, რომ ადამიანი ყოველთვის არავითარებს. არა, ხელოვნებას თავიდან, აი წიგნი, ლიტერატურა, კითხულობ და მაინც შეიძლება არ იყო არც შემწყნარებული და არც გულმოწყალე და აგერ ბრეხტის მუის რაც დავწერე, ხო, ზონგი. მაგრამ არა, ეს არ არის ერთნიშნა რაღაცა ეს გაგება და ეხლა ისეთი კარგი რამე წარვადგინე, სხვათა შორის ძველი ჩვენი ახალგაზრდობის ფილმი, თქვენ ორივე ხან მე და ნინო შეიძლება შედარებით, ნუ ქანს გაწყვეტილ ცხენებსაც ხომ კლავენ აი ეს რომანი, მცირე ტანის რომანი. ხო და ჰორას მაკოის. შეიძლება გახსოვს ჰორას მაკოის და ისე კარგად წერია იდეალიზმი დამარცხდა კონსიუმერიზმთან და ვთქვათ იმასთან რაღაცა ფარისევლობასთან და ხო აი ესეც ხდება რომ აი ეს იდეალიზმი რომელიც შენ ხო და მეც ვიზიარებ ზოგჯერ მარცხდება გარკვეულ არა კონსიუმერიზმთან და რაღაცა იმასთან ესკაპიზმთან აი გაქცევის სურვილი რომ არაფერი არ ხდება ზოგჯერ მარცხდება მოდი ვიკითხოთ მხოლოდ წიგნები მოდი ვილაპარაკოთ მაღალ ხელოვნებაზე მაგრამ როგორ შეიძლება წიგნი წაიკითხო და გაქცევა ნიადაგი ან ადამიანი როგორც ნიადაგი რომელ ნიადაგში და რომელ სივრცეში ანუ ადამიანში შედის ის გამოიღებს თუ არა ნაყოფს ან როგორ ნაყოფს გამოიღებს წიგნი წარმოიდგინე რომ რაღაც ესე ვთქვათ მცენარეა რომელიც წამალიც და ფესვებზე იდგამს რაღაც ნიადაგში მაგრამ ყოველთვის ვერ ყვავილობს ხომ ასე არა ხო როგორც წყალენი ბევრი რამ განაპირობებს ადამიანის მზნობელობას და ბევრი რამ ნინომ რაც დაწერა გულმოწყალენი უნდა ვიყოთ ცოტათი მაინც ბრეხტია ხო? ეს ბრეხტია, ზონგია. ჩემი პირველი სპექტაკლიდან რუსთაველის თეატრში სეჩუანელი კეთილი ადამიანი და იქ არის გულმოწყალენი უნდა ვიყოთ, თან ცოტა ესე მხატვრული ის იყო რაღაცნაირი პანტომიმაც იყო, გულმოწყალენი უნდა ვიყოთ, ცოტათი მაინც და დღეს აქ რომ მოვდიოდი გამახსენდა რომ უნდა ვიყოთ გულმოწყალენი, აი ჩვენ გარშემო რასაც ვხედავთ, ყველა მიმართულებით ეს შინაგანი მდგომარეობა შენ შეიძლება იყოს ძალიან პრინციპული იდეების ერთგული, ორივე მხარეს ვამბობ შენ შეგიძლია ერთი და იგივე როგორც წამალი და საწამლავი გამოიყენო, მაგრამ მაინც უნდა გახსოვდეს, რომ მტრების მიმართაც უნდა ვიყოთ გულმოწყალე, შინაგანად გულმოწყალება უნდა არსებობდეს. ამის გარეშე საზოგადოება ვერ შედგება. გააჩნია როდის, აი შუა ბრძოლის ველზე, როდესაც უდანაშაულო ბავშვებს იტაცებს მტერი. დავუშვათ. ეს სხვა მაგალითია სოფო. ხომ არ ვართ მაგ ეტაპზე? არ ვიცი, მაგრამ მე ვიცი რომ ყველა ეტაპზე ის ყველაზე ესეთი ვაშკაცური და უდრეკი მეომარიც შინაგანად არის ნამდვილი მეომარი არის გულმოწყალე ადამიანი, იმიტომ რომ ჩვენ ბევრი მაგალითი ვიცით ამისი რომ გახსოვთ იმაშიც ასე არ არის, იმაში სახე მითი Scarface-ში საკვანძო მომენტში ბავშვს ვერ ესროლა და იმას ეს დესტრუქციაზეა ფილმი, მაგრამ მაინც ადამიანური რაღაცა შინაგანი მოცემულობა ეს ყველა ჩვენ და გვახსოვდეს ჩვენ ასეთი საზოგადოება გვინდა ხო ჩვენ როდესაც საუბრობთ ევროპა დასავლეთი ჩვენ იქ რა მოგწონს აი ეს გულმოწყალების გამოხატულება ხო როგორც ის ცხოველების მიმართ მოხუცების მიმართ ბავშვების მიმართ და ზოგადად ადამიანის მიმართ რომ აი მიდის ადამიანი შეუძლია წამოწვეს სადღაც იმაზე მწვანე მდელოზე პარკში არავინ არ ეჩხუბება და აი ესე მოუნდა ბუნებასთან ყოფნა და შეიგრძნოს მომენტი და ამის საშუალება ეძლევა. ის მოლიც არსებობს, ჩრდილიც არსებობს და არც არავინ არ აწუხებს და საერთოდ ესმით რომ ადამიანს შეიძლება მოუნდეს ესეთი მდგომარეობა. ჩვენ
ქართველებს მე მგონი აი ეს აქეთკენ უნდა წავიდეთ. როგორი ბრძოლის მეთოდები გვექნება? ეს სხვა საკითხია, სოფო, რაც იკითხე, რომ შუა ბრძოლა ბევრ ამას ითვალისწინებს, მაგრამ ისე ადამიანები ვერ იტყვირო, ეხლა ამის დრო არ არის გულმოწყალების, მოდი ეხლა ვიბრძოლოთ და მე გულმოწყალება გვერდზე დავდოთ, გადავდოთ. ეს ერთ ჩემი შეიძლება მე ვცდები, მაგრამ მე ამაში ძალიან ისე ვარ, მყარად დარწმუნებული. და იმდენ მყარად დარწმუნებული, რომ რამდენიმე წლის წინანდელი ინტერვიუ ვნახე ჩვენს პირველ სტუმართან გურამ მაცხონაშვილთან, ნინოსის, სადაც გურამ მიეკითხება, რომ რა არის კულტურაო და იქაც ნინო პასუხობს, რომ აი ქვეყანაში რომ არავის უსმენს, ყველა რომ ერთმანეთს დასცინის, ლანძღავს, აშაყირებს, არის უკულტურობა, რომ არ დარჩა სფერო და სიცე, სადაც ადამიანები ერთმანეთს არ უპირისპირდებოდნენ. ასევე არის უკულტურობა, ამის მიღმა თუ რამე დარჩა, ის არის ჩემი აზრით კულტურა. შენი მთავარი საწუხარი სულ არის ეს დაპირისპირება, ეს ერთმანეთის ლანძღვა, რავი, გინება და ყველაფერი, რაც ზღვარს გადასულია, რა თქმა უნდა, თორე კრიტიკა აუცილებელიც არის და ჩვენ ხო ხშირად ზუსტად იმაზე ვწუხართ, რომ თქვა რაღაცა სფეროში გინდა ხელოვნება, გინდა თეატრს, კინოს. ვეთით, ყველა წუხს რეჟისორსაც უნდა კრიტიკა, აინტერესებს, თეატრსაც ჭირდება კრიტიკა, მაგარი ადამიანურ გაწირვაზე ლაპარაკი, როცა წირავ ადამიანს, ხო? და ინტერნეტმა მგონია, რომ ეს განსაკუთრებით გამოაჩინა, როცა ადამიანები ისე ადვილად წირავენ ერთმანეთს. არ დადის, აი მგონია ზუსტად, რომ ადამიანი რომელიც კითხულობს ბევრს არ შეიძლება, რომ შეეძლოს ადამიანს ესე ერთი ხელის მოსვლით უბრალოდ გაწირვა. იცის სიტყვას რამხელა ძალაქვს. სიტყვას აქვს, არ ვიცი, ჩემთვის მაგალითად ხმა, რა ვიცი, ზიარაღზე უფრო დიდი ძალა შეგიძლია მომაყენო ტკივილი სიტყვით. სიტყვას აქვს უდიდესი ძალა, როგორც სასიყვარულო სიტყვას, ხო? თქვა სიტყვას. რა თქმა უნდა, თუმცა მეორეს მხრივ დავფიქრდი, სასიყვარულო სიტყვა. რამდენადაც გვჭირდება აი დაცვა ერთმანეთის გათვალისწინება, ამავდროულად ალბათ მნიშვნელოვანია მოვლენების ზუსტი შეფასებაც. თავისთავად. მნიშვნელოვანია პროცესებზე მსჯელობა, გაბედვა კრიტიკული აზრის, გაბედვა განსხვავებული აზრის, არა? მე მგონია, რომ პირადად მე სულ მაქვს განცდა, რომ იმ გარემოში დავიბადე, გავიზარდე და დავიწყე დაბერება, სადაც რაღაცებზე შეთანხმებულები არ ვართ. აი მაგალითად არ ვარ შეთანხმებული პირდაპირ და გადატანით იმ მნიშვნელობით, რომ პარკში მოლზე წამოწოლის უფლება და მოლის ქონის უფლება არის ფუნდამენტური უფლება. და საერთოდ ეს მოლი რომ უნდა იყოს ადამიანებისთვის. და ბოდიშ არ უნდა ამაზე არ ვარ შეთანხმებულები. აი წაგლეჯვა მიდის ტოტალური, რასაც მე ვუყურებ. არა მხოლოდ მოლის, არამედ ღირებულებების, რაღაცა ადგილების და კიდე რეკრეაციული რომ მე სადაც ვარ, სხვა არ შეიძლება იყოს. აი მაგალითად ჩვენ დავიწყეთ ეს გადაცემა, არაერთი ადამიანი შეშფოთ და რატო ლაპარაკობენ ისინი ხელოვნებაზე და არ ვლაპარაკობ მე, თითქოს ანუ ეს რისი სინდრომია, ეს რაღაცა საბჭოთა თუ პოსტსაბჭოთა ადამიანის კომპლექსია, რომ დავშვათ ის ვინც ჩემგან განსხვავებულად ფიქრობს, უნდა აორთქლდეს არ იყოს. ხო, ეს რითი არის ნაკვები ეს შიში? ხო, ალბათ, ასეა. იცი, სოფო, არ არის სივრცე ორი აზრისთვის. არ არის. მხოლოდ ერთი აზრისთვის არის სივრცე. აი ნახე, და მე როცა გულმოწყალებას ვამბობ, მე ვამბობ, რომ დავუშვით, აი ეს გულმოწყალება არის მათ შორის პრინციპულობა არ გამურიცხავს. ეს არ არის ერთმანეთის საპირისპირო მცნებები. შენ ხარ პრინციპული შენ აზრში, მაგრამ კიდე აბა რაღა დავარქვა იმას, რომ გულმოწყალებიდან დავიწყოთ და მე იქნებ მივიდეთ იმ ფილოსოფიურ დაშვებამდე, რომ არსებობს განსხვავებული აზრი, 1, 2 და ბევრი. და ეხლა ჩვენ გვჭირდება გულმოწყალება, რომ შენ ოპონენტს რაღაცას რო დაუწერ, ზღვარს არ გადახვიდე, პროფესიულად შეაფასო, მის პირადს არ შეეხო, არ გადაჯეგო, არ ტკივილი. ეს არის გულმოწყალება, ეს არის კულტურა, ეს არის არა, ამას ვამბობ მე. გულმოწყალენი უნდა ვიყოთ, ყველანი ადამიანები ვართ. დღეს აი თქვათ ხელისუფლების პოზიციიდან, დღეს ვისაც უპყრია ეს საჭე. აი ცხოვრება ისეთი რამე დაგვანახა, ცხოვრება მხოლოდ თქვენ შეიძლება იყოთ თქვენ
აი ამ შეიცვალოს საპირისპიროდ, მაშინ თქვენ გვეტყვით ჩვენ, რომ გულმოწყალება არ დაივიწყოთ ჩვენ შეფასებაშიო და ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს გულმოწყალება. თუმცა განსხვავებული აზრი ერთია და ჩემთვის და დანაშაული ან საზოგადოების გაწირვა ძალიან ცუდი მომავლისთვის ეს არ არის მხოლოდ და უბრალოდ განსხვავებული პოზიცია. ეხლა ჩვენ საუბრობთ ხო, არ მაყურებელს რომ არ შეცდომაში არ შევიყვანოთ. ეს მნიშვნელოვანია, რომ არ შევიყვანოთ, მაგრამ მოდი ასე გავყოთ. ერთიანო, სწორედ ამას გვიპირისპირებენ ხოლმე, რომ ჩვენი პოზიცია გვაქვს და დაგვაცადი ამ პოზიციაზე ვიყოთ და ცოტა დავახურდავებთ ქვეყნის პერსპექტივას, ცოტა გაგაღარიბებ, ცოტა სივრცეებს მოგისპობ, სადაც შეიძლება თუნდაც ხელოვნების ხელისუფლებაზე არ ვსაუბრობ მე. მე ვსაუბრობ საზოგადოებაზე. მე არ მიმართავ რა ცოტა გულმოწყალება უნდა გაიჩინოს, გამოაჩინოს ხელისუფლების ვალდებულებაა რომ ის იყოს გულმოწყალეც და მკაცრიც. ეს არის მისი მე მათ არ ვესაუბრები, ესენი არ არიან ჩემი. მე ვსაუბრობ საზოგადოებაზე. იმაზე, ვინც არ არის ხელისუფლებაში, მაგრამ გიწერს საზიზღარ კომენტარს. მე მათზე ვსაუბრობ. და ეს ცოტა უნდა დავფიქრდეთ, რომ ეს ადამიანები ეს ყველაფერი ჩაივლის, მე უნდა ერთმანეთს შევხვდეთ, გავესაუბროთ. მე ამაზე ვსაუბრობ, სოფრო. ჩემი არ არის ადრესატი ახლა არ არის ხელისუფლება და არასოდეს. მე ყოველთვის ჩემნაირ ადამიანებზე ვსაუბრობ და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ აი ეს ჩაკეტილები ბაბულში ჩვენი აზრი როგორ გონია, რომ ეს არის და მაგრამ რაღაც ღირებულებები ხო არსებობს, რომელზეც აი რო ამბობენ ხოლმე, რომ აი როგორ შეიძლება განსხვავებული მაგალითად პოლიტიკური შეხედულების გამო, თქვათ, ან ადამიანი დაკარგო, ან მასთან შეწყვიტო კონტაქტი, ან გააკეთო, ხო, რაღაც არის რაც პოლიტიკურ შეხედულებაზე აღარ არის, რაღაც ადამიანობაზეა და არა რაღაცეებზე ხო შეთანხმებული ვართ, ხო, რომ თქვათ ადამიანი არ უნდა მოკლა იძალადო, ხო, ამაზე ორიაზე, ხო არის რაღაცები, რაც ორიაზე არ არსებობს. იმაზე არც ის მე მგონი ერთნიშნაა და იმაზე ჩვენ აღარ რაღაც მე მგონი რომ იმაზე იმის მიღმა თორე ახლა ახალგაზრდები რო არ უნდა ცემო და დაასახიჩრო და ჟურნალისტებზე ეს არ მოხდეს. აღმოჩნდა რომ მაინც ბოლომდე ასეთ ფუნდამენტურ საკითხებში აღმოჩნდა რომ საზოგადოება სრულად შეთანხმებული არ არის. აი ამ ყველაფერში ხელოვნება სად არის ნინო? რაღაცა წვლილი აქვს ამ შეთანხმებების მიღწევაში? იმიტომ რომ თეატრის სათეატრო სფეროში ამ ხელა გამოცდილების შემდეგ ქონია განცდა, იმიტომ რომ თეატრი მაინც არის მსახიობი დგას პირდაპირ აუდიტორიის წინაშე, ეს აუდიტორია არის ამ საზოგადოების იმ მომენტში მოდელი, იმ მომენტში და ზოგადადაც ნამდვილად ნაწილი საზოგადოების და ეს სპონტანურად შემოდის სხვადასხვა სოციუმის, სხვადასხვა გამოცდილების, არ იცი ვინ მოვა. და წარმომიდგენია რამ ხელა განცდა, როცა არ იცი ვის წინაშე გადიხარ და ბრეხტის ტექსტი ან სხვა ავტორის გაქვსათქმელი. და გქონია განცდა, რომ აი ახლა შეთანხმებაზე უმუშაობთ რამესთან დაკავშირებით? იცი რა, აი რაც შენ ახლა თქვი, ეს ისეთი ზუსტი მიგნება, აი იცი რა ჩვენ ხომ ამაზე საერთოდ არ ვფიქრობდით. მაყურებელი მოდიოდა თეატრში და უკვე შენი ყავი გადაზღვეული ყველაფრით. მთელი სახელმწიფოს პოლიტიკით. მე ამბობ საბჭოთა დროს და მე. აი რაღაცა არ იყო, ნუ რუსეთი აგერ იყო მეზობელი, იყო რუსეთი ომი არ იყო. იცი რა, სფერო იყო ძალიან მოშვებული და ესეთი როგორი ხო ინერციით მიდიოდა და რაღაცნაირად იცი შენ რაღაცას ამბობდი და აბსოლუტური უმრავლესობა ერთ აზრზე იყო და შენი სოლიდარული და შენ მათი. და ეს არ იყო, აი არ წყდებოდა ესეთი ძალიან ღრმა შინაგანი ზნეობრივი საკითხები. აი რაღაცა ბოროტება სიკეთე ადასტურებდი და ისინიც გეთანხმებოდნენ და
თქვათ რეჟისორი პასუხისმგებლობას იღებდა თავის თავზე პირველ რიგში დაუშვათ რუსთაველის თეატრში რობერტ შენ სტურა. საფიქრელი შენ გადასაწყვეტი იყო სხვა იცი რა, წევრ შენ მაგ ხო, გადაწყვეტილი იყო შენც ის რა მსახიობობა საერთოდ ესეთი დამოკიდებული პროფესიაა, მაგრამ ესე მე ჯერ ყვები ამ ეტაპზე და მე ახლა განვითარდა მოვლენები და ჩვენმა ქვეყანამ სხვა ნაბიჯები გადადგა, მოხდა რაღაც მოდერნიზაცია, განვითარება, ბოლოს და ბოლოს აი ახლა როგორც მოხდა ევროკავშირში მიგვიღეს, ჩვენ ავირჩიეთ, კონსტიტუციაში ჩაიწერა და უკვე სერიოზული პრობლემები დადგა. აი როდის შემოვიდა ეს განცდა რომ აი ახლა მაშინ დადგა უკვე, როდესაც 2019 წლის მოვლენები და ეს გავრილოვი და მე და უკვე იცი რა, უკვე შენ გახდი უცებ აი ეს ერთი დიდი საერთო მასი და უცებ გახდი ერთი ადამიანი და ერთმა უნდა მიიღო გადაწყვეტილება. შენ ამ მასაში რჩები თუ გამოდიხარ ამ თამაშიდან. აი მაშინ ვიგრძენი. ჯერ ეს პიროვნულ დონეზე ვიგრძენი, რომ ეს უკვე, როდესაც უკვე ვეღარ გაუძელია, ვეღარ ძლება იმ გარემოში და გამოეყოფი. მაგრამ მეორეა, რაც შენ იკითხე, ვის მიმართა? ის როგორ არის? ის განწყობილი. ის რას გრძნობს? მას როგორ უძგერს გული? ის შენი სოლიდარულია და ჩვენ ამას ხშირად ვხედავთ ბოლო წლებში. გაოცებას, გაკვირვებას, ხან მიღებას და ხან უარყოფას იმისას, რაც შენ მოგაქვს. ეს არის ეთიკური საკითხი, იცი? ესეთი ვერ იქნები შეპყრობილი, რომ მე არ მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ, მე ვთამაშობ და არა, ესე ვერ იქნები მსახიობი, იცი? ეს ისეთი როგორ გითხრა, შენ თან თამაშობ, თან იმის მხრივ, მე ესე ვარ ყოველ შემთხვევაში. ვუყურებ მისი მხრიდან, მინდა რაღაც შევარბილო, გავაგებინო, წავიყვანო რაღაც შინაგანად დიალოგზე, მაგრამ ხედავ, რომ მიუღებლობაა. ეს სინამდვილეში ძალიან რთული თემებია და ეხლა ჩვენ გავხდით ლაკმუსი. ქუჩაში მივდივართ მსახიობები და იმ ცოტა აი როგორც სოციალური კვლევა. ვიღაცა გიცინის, ესე იგი იზიარებს შენ პოზიციას. ვიღაცა შეიძლება არ გიცნობს და ვიღაცა გიყურებს, საერთოდ ვერც გხედავს. იცი ზუსტად რომ ეს რა. აი ზუსტად ზოგჯერ მაგ შეიხსნება. არა, ჩვენ მეტნი ვართ. მე არა, ნაკლებნი ვართ რაღაც გარემო. არა, მაინც მეტნი ვართ. ხედავ ახალგაზრდები როგორ რეაგირებენ. მე სადღაც მიდიხარ ქუჩაში, ან მაგალითად ბიბლიოთეკაში, აი ჩვენს საჯარო ბიბლიოთეკაში, ჩვენს უსაყვარლეს ადგილას რაღაც ტექსტი ამომეღო, ჩემს შულს დასჭირდა და სალომეს ტექსტი. ბიბლიოთეკისთან შევედი ისეთი შეშინებული, უფროსი თაობის ხალხია და ან როგორ შემხვდნენ, ან რა სიტყვები მითხრეს, ან როგორ გამომაცილეს და ფიქრობენ, რომ აქ სუნთქვა შეიძლება, როგორი თანამედროვე ხალხია, როგორი გულშემატკივარი ხალხი, პროფესიონალის ხედან იქ მუშაობენ, მართლა მაშინ რაღაც საგანძურში და თანამედროვე ხალხია, ზუსტად სოლიდარულები გული უძგერთ და სიამოვნებით ვიჯექი კიდე usmenდი. აი უკვე იცი საჯე, ხო. შენ საუბრის პარალელურად შაბათის მარშჩი მოდის და ეხლა ჩემთვის ფიქრობ, როგორ ახერხებენ, აი ხა ხო დახურული გვაქვს ფანჯრები, როგორ ახერხებენ ადამიანები აი ესე მიხურას ფანჯრებს, რომ ეს არ ესმოდეთ და ეს არ ხვდებოდეთ გულზე, ხო არ არსებობს. გჯერათ თქვენ რომ აი ეს ესკაპიზმი, რაც საუბრობთ, შესაძლებელია ანაში? ხო და რომ არ გამოვა გაქცევა არ მოკლედ ეგ რთული რამე არა. მე მგონი არ შეიძლება და ამას ძალიან სავალალო შედეგები ექნება მომავალში ნინო. ეს ასე არ დამთავრდება ეს. ამას წლები მერე სხვადასხვა შრეში ამოიტანს კიდე და რაღაც თუ არ მოხდა რაღაც ილუსტრაციის მაგვარი ძალიან გაგვიჭირდება. აი ეს იცი აი ფურუნკულების გახსნა ყველა თვალსაზრისით ჩვენს მხარეს იქით ამ მხარეს საერთოდ ამაზე თუ არ შეთანხმდა სახელმწიფო გაგვიჭირდება. რამდენჯერ ის რო დასრულდება შენ მესუმჯერა კეთილი დასასრულს და თან იმდენად დარწმუნებული ვარ ყველაფრის კეთილ დასასრულში ყველგან აი უკრაინაში ომისზე თუ ვისაუბრებთ თუ აქ რაღაცა პროცესებს რომ ვერაფერ ვერ ხვდები რაღაცა დროში რო იწერება რომ ეს უბრალოდ დროის ამბავია რომ ვერ წარმომიდგენია არაკეთილი დასასრული საერთოდ ცხოვრებაში შენი დასასრულები როგორია შენთვის სუბედნიერად სრულდება არა ყოველთვის ბედნიერად არ სრულდება, ну როგორ შეიძლება? ესეც იცი რაღაც პროცესი ახლა არ ვიცი, კარგი იქნებოდა ჩვენ ყველამ ნახოთ, რაში ტრანსფორმირდება ეს ყველაფერი, მარტო ჩვენ ხომ არა ვართ.
უკრაინა როგორ დამთავრდება, რუსეთი როგორ დაამთავრებს, ან დაამთავრებს თუ არა, ევროპა მოიგრებს თუ არა ძალას, ამერიკაში რა მოხდა. ნუ ეხლა ეს ჩვენ დავინახეთ, რომ ერთი დიდი იმის ნაწილი ვართ, ფრაგმენტი. ეს ფრაგმენტის ბედი ვერ იქნება ბედნიერი თუ გარშემო არ მოხდა. ჩვენ იმედი მაქვს, რომ ჩვენ რაღაცას დავინახავთ. ანუ მაინც ოპტიმისტი ხარ საერთოდ. იცი რა, არა, მე ოპტიმიზმიც ვარ, მაგრამ აი მეორე მსოფლიო ომის მერე ისეთი სერიოზული გადაფასება მოხდა ყველაფრის. 80 წლიანი მშვიდობა არის ევროპაში. ეს გამოიწვია აი მილიონობით და მილიონობით მსხვერპლმა. მოვუსმინოთ ცოტა ხანი. სხვათა შორის. ხმა ჩავწეროთ. ასე ხმაურიანად საბოლოო დღეებში სუჩუმად იყო ბოლო მსვლელობა. მინდა რომ ცოტა დავუბრუნდე კიდევ სამსახიობობას. ერთადერთი რაღაცას ვიკითხა, უბრალოდ შენ თქვი ესეთი რაღაცა, როდესაც გულამს ესაუბრებოდი, რომ ვერ ნახე, რამდენად ნახავ, ვიწერთ ამას. აი ამ პროცესები რამდენად აისახა, თქვა თეატრში, კინოზე, რამდენად აისახა ის რაც გარეთ ხდება. იმაზე უფრო ეფექტური და შთამბეჭდავი, რაც მე ქუჩაში ნახეო. რა იმ ხმებზე უფრო შთამბეჭდავი, რაც თქვა კედლებზე. ხამის რომ მევადი, ვერ მივიწევ. ვერ ნახეო და შენთვისაც თუ ესეა, ის რაც დღეს ქუჩაში ხდება, თქვა, კონკურენცია გაუწია რამე გაუწია. კონკურენცია გაუწია ქუჩამ, მაგრამ მაინც მგონია, რომ ეს ელოვნებას აქვს იმის ძალა, რომ ეს ყველაფერი ამაზე აუცილებლად. მე ესე მგონია, რომ ხო, საერთოდ ცხოვრებაზე უფრო დიდი სასწაული არ არსებობს ყველა თვალსაზრისით. სილამაზის, სიმახინჯის და ასე შემდეგ. თუ როგორია სახში როცაზისთან და ეს მართლა შინაგანი ჩვენი საერთო ენერგია გამოსცემს ამ ხმებს და მარტო ჩვენ ვუსმენთ ახლა ამას ისე მარტო ჩვენ გვესმის ეს ისე კარგად როგორც გვესმის იმიტომ რომ ჩვენგან მოდის ვიღაცისთვის ეს არის ეს ხორმია და ცოტა ჩვენს გასაგები გახდა ბევრი რამ ჩემთვის აი ამ აქციების დროს გავიგე ხორუმი როგორ დაიწერა და როგორ იცეკვას ჩვენმა წინაპრებმა გავიგე სუფრა რა იყო მიუხედავად იმისა რომ არსებობს ალტერნატიული განსხვავებული აზრი რომ ძალიან გადავიჭერით ხელოვნებაში და პერფორმანსში პროტესტი მაგრამ მე მაინც ჩვენ მაინც ამ სამყაროს ხელოვნების სამყაროს ხალხი ვართ და ჩემთვის დიდი ენერგიის მომცემი იყო ეს საპროტესტო პერფორმანსები. როგორც კიდე ყველაფერი გავიგე. ნახე იგივე, აი ამ ისიც გავიგე დრამის სწავლობდა. ისიც გავიგე, რატო გვეშლებოდა, როცა გვეშლებოდა, რატო სუსტდებოდით, როცა სუსტდებოდით. აი გეგონება შეიკრა კავშირები ჩვენს ისტორიასთან, რატო უმარცხდებოდით, რატო ღალატობდით ჩვენს პრინციპებს, მაგრამ მე ეს სასოწარკვეთილი ბრძოლაც რო შეგვეძლო. თავარია მოვთოკო თავი და არ წამოვხდე. არ გავიქცე. აი, მე იცი რა მწეს, აი ამაში არ მონაწილეობა არ შეხვდა. ვერ ხვდები ამაში როგორ შეიძლება მონაწილეობა არ გინდოდეს. აი ეს პირდაპირ ესე ბრმად შემიძლია გადავეშვა აი ამ ენერგიაში, რაც მოდის მსგავსი მოძრაობები. თან ოპტიმისტური და თან მაინც ეკო აქვს ჩემთვის, აი ბავშვობიდან რომ ესმოდა და ჩანაწერებიდან ეს 90-იანების მაინც ესეც მაგონდება. თუმცა განსხვავებული დასასრულისას და გაგრძელებისაც მჯერა ვცნობ ამას.
ეთყობა დიდი მარში გვაქვს. ეთყობა. მაგრამ სხვათა შორის ამაზე 90-იანები ახსენე და გამახსენდა ესეთი რაღაცა, რომ ზუსტად ახლა ამ დღეებში მარჯანიშვილის თეატრიდან გაუშვეს რამდენიმე მსახიობი. იმიტომ ყველას არ ჩამოთვლით, რომ ჯერ მეგონა რომ ხოდა ეკა ნიჟარაძე იყო, მერე დაემატა ირაკლი ჩოლოყაშვილი, ბოლოში 9 ადამიანი და ამიტომ რო არ გამომჩეს ვინმე და დათა თავაძემ სოციალურ ქსელში ძალიან კარგი სტატუსი დაწერა, სადაც თქვა, რომ 90-იანებში აი ამ ხალხმა ზუსტად, ვისაც დღეს თეატრიდან უშვებენ, თავისით აბსოლუტურად ანაზღაურების გარეშე, თვითონ რომ მოხდა შეშარზე რო თბებოდნენ, უშუქოთ მოიტანა ეს და შენი თაობი შენ თაობაზეა საუბარი. მეც დაუწერე სხვათა შორის, რომ ეს რა კარგი რამე პირველად არ ვიცი არ წერ, მაგრამ ისე მომხვდა გულზე, რომ წაგართვისი. არა, რომ ამ ადამიანმა მოიტანეს თეატრი, თქვენმა თაობამ მოიტანა ეს თეატრი აქამდე და ეხლა ხან უკრაინაში ვნახე ზელენსკიმ როგორ გადაუხდა და მადლობა მსახიობს ნეტა ამ ადამიანებს, რომელსაც დღეს უშვებენ იმის მაგათ რომ დააჯდო და მადლობა უთო, როდის დადგება ის რომ მადლობას გადაუხდე და მისცემენ საშუალებას იმის კეთების, იმაზე საუბრის, აი როგორც შენ თქვი დასაწყისში, ნეტა როდის ვილაპარაკებთ საქმეს. ხანდახან ხელოვნებას მართლა სულიერი მხნეობის და მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნების ფუნქცია აქვს. ალბათ უკრაინაში ეს განსაკუთრებით იგრძნობოდა აი ამ ომის დროს. სხვათა შორის დათასა ისე მომხვდა გულზე, იცი, ბევრნაირად შეგიძლია ეს მარჯანიშვილის თეატრის ხელმძღვანელი იტყვის კიდე რაღაცას, რომ მე მინდა გადავახალისო, აუცილებლად ესეთი რაღაც იქნება, რომ ეს ისე, ну, მათ შორის, ხო, ძალიან მე სოლიდარული ვარ, გული მტკივა ჩემ კოლეგებზე და აი ყველანაირად თანაუგრძნობ და მხარს უჭერ და გული მწყდება და ვთვლი, რომ რა ვიცი, უსამართლობაც არის და რა, ძალიან მტკივნეული პროცესია. თუმცა ვთვლი, რომ თეატრის გარეშეც შეიძლება დარჩენ მსახიობი და ეს არ არის ტრაგედია, აბსოლუტურად არ არის, კი, ვილაპარაკოთ, ვისაუბროთ ამაზე. მაგრამ სხვა რამის თქმა უნდა, დათამ გაიხსენა ის დრო და უცებ ისეთი ის მომცა, იცი, აი გადამაგდო ამ წარსულში და დავწერე, რომ ის მახსენდება, ну, უშუქობა სიცივი ყველა და ცხელ წყალს ვსვავდით, იმიტომ რომ არ წყავა გქონდა და არც ჩაი. და ადუღებულ წყალს ვსვავდით, რაღაცაში ვადუღებდით. საჭმელი არ იყო სასმელი, პირდაპირი გაგებით არ იყო სასმელი და საჭმელი იყო ომი, იყო სამოქალაქო ომი, იყო აფხაზეთის ომი, იყო ყველანაირი უბედურება, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეროვნული მოძრაობა, მე ეს ყველაფერი რა. მიუხედავად ამისა, იყო თეატრი და იყო მსახიობი. ეს და იცი რა, ტაშიო, ისაო, იქნება მადლობაო, ისაო, ხო, მადლობა გადაუხადოთ და მადლობის გამო ამას ვერ გააკეთე. აი ამას ეს პროცესი რო და ეს მადლობის გამო არ იყო, ეს ხო რაღაცნაირი კოდი ჩადებული, რომ შენი საქმე მაინც უნდა ააკეთო, იცი. და მართლა დავფიქრდი, რომ ვინმე ამ ხალხს ერთი სიტყვა, აი რომ კუპონებში და იმაში, აი ხა დრო რო გავიდა. მარტო ის არის რაღაც ეს აგდებული, ვინმე მადლობა გადაუხადა ამ ხალხს. იმ გამძლეობისთვის, მათ შორის რუსთაველის თეატრში, რაც ხალხი გადარჩა, მარჯანიშვილის სხვადასხვა თეატრებში, აი სარდაფი, აი აქვე. ეს ხო ამათმა ხო გადაარჩინეს და სხვა ახმეტელის თეატრის აწყალი დათო ანდღულა, იმათმა გადაარჩინეს საზოგადოება და ახალგაზრდები და ინტელექტუალურის გადაარჩინეს. შეინარჩუნეს კულტურული გარემო და პროცესი, რომლის გარეშეც ადამიანი ვერ არსებობს. იცი რა, ეხლა მე ის პერიოდიც მახსოვს შემდეგ ერთხელ გასვენებაში მივედე ჩემ მეგობართან რეჟისორის, სხვათა შორის რეჟისორის მეგობრები, ისეთი ლაპარაკი და იქ ისეთი იყო პირველად შეურაცხყოფილი წამოვედი. მივხვდი როგორ დაეცა მსახიობის საერთოდ ავტორიტეტი და რად მიაჩნიათ აი შოქში ვიყავი, იცი, აი როდესაც აი ძველის დაინგრა და ახალი ჯერ არ შექმნილა და როგორ გვიყურებდნენ ესენი, ისეთ სიმპათიური ხალხი იყო და როგორი ხა მე გაგიჟებული ვიყავი, ხა მე რო ეს დამელაპარაკები მაშინ რუსთაველის სახეს წარმოადგენდი თეატრის და შენ წარმოგიდგენია სხვის მიმართ რა განწყობა ქონდა. მაგრამ აი ბოლო წლებში ხედავ თეატრმა დაიბრუნა და მსახიობებმა დაიბრუნეს საზოგადოების დიდი ნაწილის პატივისცემა, ავტორიტეტი და მსახიობი კვლავ გახდა რაღაცა ისეთი მნიშვნელოვანი სინონიმი, როგორც ადრე იყო ჩემს ახალგაზრდობაში. მე ადრეს ვამბობდი, არა, ჩემი შვილები არ მინდა რომ მსახიობები იყვნენ. ეხლა რო უყურებ, როგორი მსახიობები არიან ახალგაზრდები, როგორი ჭკვიანები, როგორი განათლებულები, მიზანდასახულები, პრინციპულები, შვილიც. და შვილიც მათ შორის. ეხლა ძალიან არა, უნდა ასეთი კარგი პროფესია არ არის, არ არსებობს. ეს არის აი
ეს არის ერთი დიდი ბედნიერება. რატო? მსახიობობა? ეს არის რაც შენი ხობი, შენი საქმე, შენი არაფრის კეთება და ესა და ყველაფერი ამას ქვია მსახიობობა. აი ეს არის რაღაცნაირი, აი ესეთი რაღაცა, თუ გამოგდის და ეს კი ნიკარი ნერვიულობა, ტრაგედია, გულის ხეთქვა, მაგრამ საბოლოო ჯამში არის დიდი ბედნიერება და აი რაღაცნაირი, აი დიდი რელაქსაცია და აი ძალაუფლების და სიყვარულის და აი რაღაცის შეიძლება შენ თავს მისცე უფლება, რომ იყო აი ესეთი გულმოწყალეც და ყველანაირი სახიობობა ძალიან დიდი. აი როგორ მოძრაობს. ხარა გამახსენდა, მანამდეც მახსენდებოდა და ერთი სული მქონდა თქვა. რუსთაველის თეატრის სპექტაკლი ხა არ გამომიტოვები არც პრემიერა, რამდენჯერმე ნახულობდი უკვე 90-იანების ბოლოდან. ხო, მაგრამ ბევრ ამის ვაფასებდი, ცხადია. მაგრამ მაინც ჩემთვის წარმოდგენა მაშინ იწყებოდა ყოველგვარი პირფერობის გარეშე ვამბობ. ალბათ იმიტომ რომ გოგო ვიყავიან, ან იმიტომ რომ განსაკუთრებულ ნიჭს ვამჩნევდი სტილის განცდას, სივრცეში მანევრირებას, ხმით თუ მოძრაობით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტებია მსახიობის რესურსების თვალსაზრისით და მაინც წარმოდგენა იწყებოდა, როცა გამოვიდოდა ნინოს პერსონაჟი, ნინო. მე რაღაცას იტყოდა და მე რაღაცა პოზას გააკეთებდა ყოველთვის. ანუ რაღაცა ძალიან პლასტიური იყო, არა მარტო სხეულის და მოძრაობის თვალსაზრისით, არამედ ესე ხმა მოძრაობა, აი ძალიან ორგანული და ეხლა ვხედავთ, რომ ეს ამადან შენი მონაცემია, ასე ვთქვათ, და განცდა, სათქმელი, სივრცეში, მოძრაობა, ნამდვილი ქორეოგრაფია, ხო? და კიდე და როგორ მოხდა ნინო რუსთაველის თეატრის გარეშე და საერთოდ რუსთაველის თეატრი რა დაგვრჩა ნინოს გარეშე, ჩემთვის მე მაქვს ამაზე პასუხები, მაგრამ აი შენთვის რას ნიშნავდა იქიდან წამოსვლა? და მე როგორია ეს ცხოვრება იმ ყველაფრის გარეშე? აი პირველ ნაწილზე ვიტყვი ეს რაც ახსენი ეს რაღაცნაირი ეს პლასტიურობაც და ფორმაც და ამის სტილის განცდაც და მადლობა, მაგრამ ამ სტილის განცდაში და ამ სტილის შექმნაში ამაში ყველაფერში რა თქმა უნდა რუსთაველის თეატრმა შემიწყო ხელი და ეს ყველაფერი შეიქმნა იქ. ეს უნდა სტურუას თეატრი, რომელიც სტილიზირებულია, და იცი რა, იმანეს მეტატექსტია, ვთქვათ. ნამდვილად. ასე დამინახა. აი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იცი? ეს შეიძლება იყოს შენში და იყოს და რაღაც გამოასხივოს აქა-იქ, ზოგჯერ გამოანათოს, მაგრამ იმ დოზით და იმ ფორმით, როგორც ეს გამოჩნდა, ეს იყო მან ასე დამინახა, ასე აღიქვა და ასე გამოთალა ის რაღაცა, ხო, რაღაც თავის მეტატექსტებში, აი ეს მეც ეს მეტა რაღაც ჩემი ადგილი, აი ესეთი მომანიჭა და ეს არ არის მარტო ამით მინდა მხოლოდ მათ უთხრა კომპლიმენტი რობერტ სტურუას მთელ თეატრს და ეს მისი ხელწერაც არის მსახიობი როგორც ხო არ გეწყინება რა როგორც ეს ვეს აღვქვავდი ხოლმე რომ მაინც მარიონეტები არიან მის ხო იზერწავს რა თქმა უნდა და სწორედ აქედან დავიწყე ეს არის მისი ხედვა მისი გარემო ეს უნდა ჩვენ პირიქით არათუ მეწყინება ჩვენ უნდა ეს ვთქვათ ვაღიაროთ და მივანიჭოთ პატივი მივაგოთ ამ ფენომენს მეორე ნაწილი რაც არის რომ ჩემი წამოსვლა ისე მოხდა როგორც მოხდა რაღაც მომენტში შენ უკვე აღარ ახარ იმ მეტა ტექსტის და მეტა აზრის ნაწილი აღარ ხდება გამოყოფა და შენ უკვე რაღაცა მიწეპებული არც იქ ხარ, არც აქ ხარ, იხლიჩები, განიცდის სულ რაღაც ტკივა, სომატური ტკივილია, იმიტომ რომ ვერ გამოხატავ ბოლომდე და ჯობია სადაც არას ჯობს, გასცლას ჯობს. რა თქმა უნდა, ჯობია შეინარჩუნო შენი თავი და მოდიხარ. და მე რჩება შენი ცხოვრება და ეს ჩემი ცხოვრება არის თავიდან დაბადება. და მე აცნობიერებ რომ ყველაფერმა შეიძლება მოგანიჭოს ეს დიდი ბედნიერება. ეხლა ცხადია სცენაზე, საოცარ სპექტაკლში ერთ-ერთი კარგი როლის შესრულებისას მიღებული
უდიდესი სიამოვნება, ეს რაღაცა ალბათ კვინტესენცია და გვირგვინია ყველაფრის. მაგრამ აი ხან თუ დამიჯერებთ ამ კორონას დროს გაჩხერილების სადღაც ლიონში უცხო 4 მოზარდით, 2 უფროსით ყოველდღე საჭმელს ვაკეთებდი, ყოველდღე ჩავდივით ჩაკეტილები 6 საათის მერე ვერ გავდიოდით, მაგრამ იქ და ის რაღაცა აი შრომა, რა თავ ჩაუხრელი შრომა, შვილების სწავლობდნენ და იქ ბევრნი ვიყავით და ჩავიკეტეთ და აი სახლში რო ჩაიკეტები ერთია და უცხოეთში რო ჩაიკეტები და ყოველთვის რო გეშინია, როგორია და აი წელიწადი და 7 თვე აი ჩაკეტილ ამ მდგომარეობაში და აი ნეტარებას გამიცდიდი. ისეთივეს როგორც შეიძლება სცენაზე. ბედნიერი ვიყავი იმით, რასაც ვაკეთებდი, ბედნიერი ვიყავი, რომ აი ამ საჭმელსაც ვაკეთებდი დღე და ღამე, რომ ვუსმენდი, ენას ვსწავლობდი, ვკითხულობდი, შვილებიც ჯანმრთელად გადავატარეთ ეს ყველაფერი, ყველას კი დაემართა, მაგრამ გადამირჩნენ. აი ბედნიერება იყო, ეს იყო, როგორ გითხრა, ვთარგმნიდი მე და დედა ონლაინ, წარმოგიდგენია 9 თვე ვთარგმნიდით დოსტოევსკი გადმოვთარგმნეთ. აი რაც ნიშნავს მე და დედა ვთარგმნით და ონლაინ ვთარგმნიდით, იცი, ონლაინის იქ ყამირს ის აკეთებდა, გატეხდა, პირველს აკეთებდა, წყარეთს და მე ლიტერატურა დედა. და ესე წერმდი ყოველ 4 საათზე ვმუშაობდით 2, 3, 4 საათი და იცი რა როგორი ბედნიერება იყო. შემდეგ რა ვიცი, იცი, აი თითქოს ეს მსახიობობა იცი რას გასწავლის, სადაც ხარ, იქ იყო ბედნიერი. იქი პოვო ბედნიერი. ხო, ამას ადამიანზეა რა ადამიანზეა, მაგრამ ჩემთვის მსახიობობა ეს არის ის ჯადოქრობა, რომ შესაძლებლობა, რომ რაღაცა ახალი წყაროები იპოვო. წამოვედი ახლა, ნუ რა სხვა ბევრი შანსი. წარმოვიდგინე, შეგიძლია ხან იყო დედოფალი, ხან იყო. იცი რა, ხო, წამოერთი ჩემი კარგი მეგობარი მეუბნებოდა ამერიკაში წავიდა, რომ ჩვენი ხნის ქალმა რაღაც ცოტა რო გაემჯობესებია მატერიალური მდგომარეობა და რაღაც კომპანიონად ერთი თვე იმუშავა ვიღაცის ოჯახში და მითხრა ნინო ეს ხო როლია არ გაგიჭირდა მეთქი და არა ეს ხო როლია და ისე ამ მომენტ ძალიან დავაფასე რომ ეს ღირსება რომ არა ძალიან ღირსეულად გაიარა ეხზე იყო საჭირო და გაიარა ეს მომენტი და მე აღმოვჩდი აი დათოსთან თეატრში უამრავი თქვა რომ მაყურებელმა ვინც არ არის ჩართული მაპატიაროში გაწყვეტი ვინც არ ადევნებს თვალს სათეატრო პროცესს არ იფიქროს რომ რუსთაველის თეატრიდან წამოსვლით დამთავრდა შენი არა თავისუფალ მსახიობად მუშაობს სხვადასხვა ფრილანსერი ვარ ხო ძალიან მნიშვნელოვანი რამდენიმე სრულიად ვირტუოზული წარმოდგენა როლი იყო მაგალითად ჟოლდაკთან ლურჯწვერაში სამსახიობო ოსტატობის მარცვლა კულმინაცია სამწუხაროდ თუ არ ყოფილიყარ ვერც ნახავს ხო არა კულმინაცია იმ თვალსაზრისით იყო 54 წლის ქალი თხასავით რო დავრბოდი კი იყო კულმინაცია იმდენაირი სახე და შესაძლებლობები გამოავლინა და ძალიან სპექტაკლი იყო საინტერესო ანუ მაინც და ხშირად არისო რომ ჭკვიან მსახიობზე უფრო უკეთესი შეიძლება სცენაზე იყოს ადამიანის მსახიობი, რომელსაც აქვს ემოციური ინტელექტი. მაგრამ აი ამ ადამიანებს ეხა მით ჩამოთვალეთ თუნდაც და აი ამ ბევრ ბავშვებს. მე ასე ხო, ჭკვიანი. არ იყოსო ჯობიაო. ხო, შეხარ ჭკვიანი. ჯობიო. არა, იცი რა, მე შემიმჩნევია რომ რეჟისორებს არ უყვართ აი ძალიან ბევრი კითხვების დასმა, ეს რას ნიშნავს? ის რა, იქ რაღაცა იკარგება. შეიძლება ჭკუა სწორედ ის არის, ჭკუით არ მოაბეზრო თავი. თუმცა მე მინახავს მსახიობი არც არაფერს არ კითხულობს ძალიან გაუნათლებელი წარმოუდგენელი ემოციური ინტელექტი აქვს და მის ინტელექტს აქვს ჭკუაც ერთვის აი სხვათა შორის ხო ერთი ნატო მიმაქცევინა მურვანიძე ერთ მსახიობზე და ეს ნატოს მიგნება და აბსოლუტურად სწორია იმ ნიჭს მოყვება სცენაზე და ეკრანზე პლუს ინტელექტიც როგორ არის ხა ვიღაც თავს იკლავს კითხულობს რა და აქ არაფერი გამოსდის და აქ ეს მოდის ანუ ეს ნიჭის ბუნება ძალიან უცნაური ბუნება მე ყველაფერს თუ სახელი დაარქვი როგორ ვაკეთებ რას ვაკეთებ რანაირად ვაკეთებ ჯადოქრობა ორ ხდება ესე არისო ზოლამო ყველაფერს თუ არ შეგიძლიაო შეცვალო სამყარო მაშინ აღწერეო ეს არის ზოლას ეს რომ აღწერეო
ზოლა თუ ბალზაკი აღწერა და მე რადგაო და ყველაფერი აღწერაო და ისე გაჭედაო თავისი აღწერით რომ სასუნთქი აღარ დატოვაო ყველაფერი აღწერა ყველა მოვლენა ყველა რეალიზმის კრიზისი აღწერა და ანუ სახიობიც ყველაფერს თუ აღწერა ამას ასე ვაკეთებ იმას როგორ ვაკეთებ მე დაიკარგება ჯადოქრობა მაგრამ მეორე მხრივ თუ საერთოდ არ იცი როგორც ადრე იყო ამას როგორ აკეთებ რო კითხავდნენ რა ვიცი რა ვაკეთებ და მოდის და ეს ჩემთვის გაუგებარია და ეხლა ვინც ჩამოთვალა, ყველა მსახიობი, იგივე ტასო ჭანტურაიას არაჩვეულებრივ სპექტაკლი ვნახე, რომელიც თვითონ დადგა და ჰარაკში. ხო. ნიკუშა ბაქრაძე, სანდრო სამხარაძე თავად დაწერეს პიესა თვითონ თამაშობ. რაღაც სხვა ტიპის მსახიობები არიან, რომლებიც არიან ძალიან კარგი მოქალაქეები, მოაზროვნეები, ძალიან ჭკვიანები, ძალიან ჩართულები, ხო? და სიმღერაც გამოსდით, პლასტიკაც საოცარი აქვს, რაღაც უნივერსალურები არიან, არა? თავისუფალი ხალხია, ხო? თავისუფალი ხალხი. თავისუფალ საქართველოში დაბადებული თავისუფალი ხალხია, ხო? აი თავი მე რომ უსმენ და ჩვენ რომ ლაპარაკობთ რაღაცაზე, ჩემი პარადიგმა არ შეიძლება უნდა გავჩერდო. იმათი პარადიგმა რას ქვია, არ უნდა ვთქვა და უნდა გავაკეთოთ, უნდა ვცადოთ უნდათ შემეშავზე. ხო? მე იცი რას ვამბობ, ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება მათგან. ამიტომ თუ იმ შეკითხვას დაუბრუნდები ნინო იმის მერე რუსთაველის თეატრის შემდეგ დაიწყო ჩემი ცხოვრება ძალიან საინტერესო. დათოსთან ვიმუშავე დოიაშვილთან. არ მქონდა მე არასოდეს არ მიმუშავია, განცვიფრებული ვიყავი ერთად ინსტიტუტში ხო ერთად ვსწავლობდით, სულ ერთად ვიყავი და ისე ჩაიარა რომ არასოდეს არ მქონია შეხება. დათოსთან ვიმუშავე, არაჩვეულებრივი მსახიობები გავიცანი. კახა, ნუ კინწურაშვილი ეს არის ჩემი რა ვიცი, სიბერის სიყვარული რა სცენის და კახა საოცარი და უამრავი კარგი მსახიობი გავიცანი. მე მეორე სპექტაკლშიც ვიყავი იქ, მე რაღაც ჯერ ეს მოახლეები, ხო, ეს რუსთაველის თეატრის დროს გაჩნდა, იქიდან სამეფო უბნის თეატრი და მე აი ქუჩაში ამ პროტესტის დროს და იგავიცანი ეს ახალგაზრდები და უკვე მთელი ზაფხული მე სასამართლოში სიარულის დროს და იცი როგორ არის შენ როდესაც იქ ხარ აი სივრცეში ვთქვათ სადღაც აი გახსოვს მეტერლინგის ტენტაჟილის სიკვდილი ქალბატონის სადღაც ზევით იქ თავის ცხოვრება და გარშემო ვიღაც შენ გეჩვენება რომ მართლა რაღაც იმაში ხარ მე გამოდიხარ და იცი რა ამ პერსპექტივიდან რო უყურებ გეცინება ცოტა მე იმ ქალბატონის იმაზე რა ქვია სასახლეზე და აღმოჩნდება რომ აქ ნახე როგორი აქ ხალხია აქ სიცოცხლე ჩქეებს აქ იდეებია აქ რაღაცა სიახლეა ბედმა მომცა იმის საშუალება სხვადასხვა მხრიდან შემეხედა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია გამდიდრად ცხოვრება ძალიან სხვადასხვა მხრიდან შევხედე შიგნიდანაც გარედანაც ერთმა ახლო მეგობარმა მითხრა შენო აი როდესაც ახალი თეატრი დაიგა რო გაჩერდა შენო ჩემ ადგილას მსახიობმა გულნატკენმა ჩემ ადგილას რო დააყენო თავი და მეთქელი მე შენ ადგილას ამ ხრიდანაც ვიყავი და აქედანაც მე მეორეც ვკარგავ თეატრს და მივდივარ თეატრიდან და იქიდანაც ვიცი დარჩენილის პოზიციიდან და წასულის პოზიციიდანაც ვიცი კომპრომისიც ვიცი რა არის და მე როცა უკვე აღარ შეიძლება ეს კომპრომისი თორემ მე იდეალური კი არა ვარ იქ ბევრ რაღაცაზე გული მწყლება და ბევრ რამეში შეიძლება მაგრამ ახალგაზრდა ვიყავი არ ვიცოდი სახელი რას რა ერქვა ძალიან რთულ გარემოში გავიზარდეთ ჩვენ სიმართლე და ფაქტები ჩემთან ერთად მოხდა ამ ყველაფრის აღმოჩენა ყველაფერზე პოლიტიკურიდან დაწყებული პირადით და ყველანაირით ძალიან ძალიან რთული იყო და მაგრამ მე რაღაცნაირად იცი აი რო უყურებ სად არის ეს საღი აზრი სად არის ეს გულის ცგერა შენი თქმის არ იყოს როგორ უნდა და როგორ არ უნდა შეიმჩნიო კაც ყველაფერს რო თავიდანებო რო ცემენ გულმოწყალე არ უნდა იყო შენ შეიძლება შენი აი სოფო დაუბრუნდე დასაწყისში შენ შეიძლება გქონდეს მართალი ხარ რომ ეს უკვე აღარ არის აზრზე ეს აღარ არის მე ჩემი აზრი მაქვს შენ შენი აზრი ეს არის იმაზე რომ ადამიანს ცემენ დანაშაულია და როგორ შენ ვინც ამაზე გამოგხატავს პროტესტს მე იმ ადამიანის მიმართ ვეღარ ვიქნები ძალიან მკაცრი და ის ადამიანია ის გულმოწყალეა ეს პირველი ის უნდა კონდეს რომ მაგრამ ვინც ამ დროს არა თუ არ გამოხატავს არამედ
წავა და ძალაუფლება ვისაც აქვს, იმასთან ივაჭრებს, რომ აი ამ კრიზისის დროს მე შენს გვერდით ვდგავარ და მიბოწე პრივილეგიები. მე მიჭირს მის და მე გავხდე გულმოწყალე. მაგრამ კი ასე დაგისვავს კითხვას, რომ ადამიანი რო გვდებოდეს წყალი რომ უნდოდეს, ხო ყველას მიაწვდი. ყველას მიაწვდი. ეს იცი რა, ეს მე რას მომცი? თუ ხო და აი უბრალოდ ახლა სხვა გამოწვევა, ასეთი ადამიანები ამბობენ, რომ არ შევიმჩნიოთ, როდესაც ჩვენ გვცემდნენ როდესაც ცენზურით და პროპაგანდით აყალბებდნენ ყველა кейსი უნდა მოხდეს გარკვევა, უნდა მოხდეს სახელი უნდა დაერქვას და უნდა შეფასდეს. გულმოწყალება კიდე სხვა რამეა. ობიექტური შეფასებაც ნაწილობრივ გულმოწყალებაა და არა იცი რა, ხო, მათ შორის, ანუ ჩვენ პრინციპში ყველაფერზე ვთანხმდებით, მაგრამ კიდევ ამბობ, აი რაღაცნაირი, თუნდაც იმ რაღაც კომენტარის დაწერეს დროს. ახლა ვილაპარაკეთ სახელებზე, ანდრო ჭიჭინაძე რო არ ვახსენოთ, აი ანდროც არის ზუსტად იმის სიმბოლო, რაც თქვით არა, როგორ ახალგაზრდებზეც ვილაპარაკეთ, მაგრამ ეს ახალგაზრდების სიტყვა არ მომწონს და ნინო თქვა რამდენიმეჯერ ტექსტში. მე რომ ახალგაზრდა ვიყავი, ჩემ დროს და მეთქი რომ ახალგაზრდაც ხარ, ეხლა ჩემი დროა და საერთოდ აი რას ეძახიან, ჩემ დროს რა იყო, რომელი ეხლა იცი რა, 70 წელში ვარ დაბადებული მე და იცი რა, როდესაც მინდა ხოლმე სადღაც შევიდე რაღაცა და იქ რო გთხოვს ასაკობრივებას და რომ უნდა ჩასკროლო და რომ უნდა გადახვალო 2000-ებიდან ქვემოთ და კიდე 70-იანში რო ჩავდივარ. აი იცი როგორ არ არის. ეს არის, მაგრამ და განსაკუთრებით იცი როდის ჩანს, როდესაც ახალგაზრდებთან გაქვს რეპეტიცია. მე აი არ გესმის, იცი რა მჭირდება, რა გონების დაძაბვა, რომ ვიყო მათ, შედარებით მათი ადეკვატური ეს სისწრაფე, ლაპარაკი, ეს სიტყვები, ინგლისური ენა, ეს რაღაცა კიდე რაღაცა ახალი ჰიბრიდული რაღაც სიტყვები, რაღაც ფრაზები, ერთმანეთის როგორ ესმით, როგორ ხედავენ, მე სათვალე მჭირდება ასე, სანამ იმას პოულობ, იცი ეს ყველაფერი როგორ მაბრკოლებს და როგორ მაჩვენებს, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. აი იმას ნიშნავს, რომ ეს ისეთი გამოცდილებებია, რომელიც მათ არ აქვთ. მე პირადად შეიძლება ძალიან ვცდები, მაგრამ მსახიობს, ზოგადად ხელოვნებაში და განსაკუთრებით მსახიობს რო ვუყურებ, ორი რამე მინდა ერთდროულად დავინახო. ახალგაზრდული გამბედაობა და ცხოვრებისეული გამოცდილება. ანუ ეს ისეთი რამეა, მსახიობებში ყველაზე მეტად ეგ მაკლია ხოლმე და თუ მომწონს, აი ეგ მიჭერს, როდესაც თავისი გამოცდილებით მიდგება წინ და ზუსტად ამიტომ დარსომ ძალიან სწორედ თქვა, რომ ეხლა არის შენი დრო. და რისთვის ემზადები როგორც მსახიობი? გაქვს ხო რაღაც მე როგორც მსახიობი იმიტომ რომ განსაკუთრებით რთული არის გამოცდილი, ზრდასრული მსახიობების პოვნა. სხვათა შორის ჩვენთან განსაკუთრებით ვიტყვით ხოლმე რაღაცა რომ ჩაფიქრებული არის სპექტაკლი, ხო, მაგრამ აი ახალგაზრდები ყავს და აი მე ვინ დარჩა პროფესიაში, იმიტომ რომ ბევრი ხო არ დარჩა. ვეღარ დარჩა. რა ვიცი ხო. არა, მსახიობები ხო დიდი ისაა. ვერ გძნობ ამ ძალას, რაც გამოცდილება მოიტანა. ჩემთვის, ჩემ თავში როგორ ვერ გძნობ, მაგრამ იცი რა, მე ახლა ესე უყურებ, რომ აი ახლა ყველაფერიც რომ ხვალ დალაგდეს. აი ვინ უნდა გამოვიდეს სცენას? ვინ უნდა ითამაშოს პირველ რიგში თქვენი აზრით? მე ვერ გავიგე შეიძლება. აი ვინ უნდა ითამაშოს, აი რომელმა თაობამ უნდა ითამაშოს, აი პირველ რიგში, აი ახლა უცებ ყველაფერი მოწესრიგ და გაიხსნა ყველანაირი საშუალება, ფონდები, თეატრები, ყველა შეუშვეს და პირველ რიგში ვინ უნდა ითამაშოს, აი ჩვენ მე უნდა ვითამაშო თუ ახალგაზრდები. მე მგონი რომ პირველ რიგში უნდა თაობის პრივილეგია არ იქნება ეს გამარჯვება, შენ როგორ ფიქრობ? მე მეგონა რომ თაობის პრივილეგია იყო და თავიდან აი როდესაც 2019-ში ამბობ, მაშინ რომ გამოვიდნენ ეს ახალგაზრდები, ჩვენ ვთქვით რომ თქვენ წადით და ჩვენ წამოყვებით. მე სადღაც გზაში შემოგვეფანტენ და დავჭით ისევ ჩვენ. ხო? აი ნინო ყოველ ღამე დარსო. რა დროსაც არ უნდა დავრეკო, როგორი დაღლილებიც არ უნდა დავიშალოთ, მიდის და იქ დგას და
ეხლა წიგნის ფესტივალზე რო ვიყავი, იცი რაღაცა მესიჯები ხო სხვადასხვანაირი მოდის. შარშან იყო სოლიდარობა პატიმრებისთვის, ხო იცი ჩვენი პროექტი როგორ გავაკეთეთ. ჩვენ კი არ წავიკითხეთ შარშან წიგნები. ეს წიგნები მე დავწერე წერილი, მე და ჩემ ადამ დავწერე წერილი და გავუგზავნეთ პატიმრებს და უთხარით რომ ხომ არ გინდათ ამ ჩვენ პროექტში მიიღოთ მონაწილეობა. და ერთ-ერთმა კაცმა თქვა რომ კი სიამოვნები წავიკითხავთ წიგნს და იმას ვიზავთ რა ქვია შემოგვიგზავნეთ და ჩვენ დავწერთ ამას და მართლა წაიკითხეს და დაწერეს თავისი რეცენზიები. შარშან ესე მოხდა. ეს იყო მიშა ჩარკვიანის იდეა, წარმოიდგინე. და ამათ წაიკითხეს, მოვიდა ჩვენ კიდე მსახიობებმა მხოლოდ როგორც მედიუმებმა წავიკითხეთ ყველანაირი ინტონაციის გარშე მათი. და ამას ვკითხულობდით სულ გადაბმით 2 დღის მანძილზე. რომ რაც იძლება მეტ ადამიანს მოესმინა, აი პატიმრები როგორი ხალხია, ისეთი საინტერესო წერილები გამოაგზავნეს, გაგიკვირდებათ. და შარშან იყო სოლიდარობა მესიჯი. მანამდე იცი ეს იცვლება ყოველზე და წელს რო ვაცხადებდი მსახიობებს ჩვენს. რამოდენიმე მსახიობს არც იცნობს მაყურებელი. იცი რატომ არ იცნობს, რომ ისეთ დროს გამოვჩდნენ ასპარეზზე, როდესაც აი ესეთი ამბავი ხდება, არ არის საშუალება რომ იმუშაო, არა ეს სრულფასოვნად ვერ რეალიზდები და ახალგაზრდები დარჩნენ, ნუ აი რაღაც ესე არაფრის ანაბარა და ჩვენთან არიან ამ პროექტში და ნელ-ნელა გამიჩნდა აზრი და მთავარი მესიჯი მეორე დღეს ჩამოყალიბდა ეს აზრი ჩემში და მეორე დღეს დავიწყე ამის გახმოვანება რომ მხარში დაგვიდეკით აი ამ ვთქვათ მეინსტრიმის მიღმა მეინსტრიმ ბრჭყალებში სახელმწიფო თეატრების და იმის დაფინანსების მიღმა დარჩენილ თეატრებს. ხარში დაგვიდეკით პატარა დასებს, პატარა სტუდიებს, აი ეს როგორც არაკი მაყურებელს, მსმენელს ვინც მოდიოდა რომ აი ეს მესიჯია სინამდვილეში რომ თავისით ესენი ვერ გადარჩებიან. ამათ უნდათ ეხლა სოლიდარობა. აი როგორი სოლიდარობა ვთქვათ პროტესტში და ეს აი ასევე ამ პატარა თეატრებს, დასებს, ამ სადაც ისმის ალტერნატიული აზრი. ალტერნატიული სიტყვა, ხმა. იმიტომ რომ ყველა დამოუკიდებელი პატარა თუ დიდი სადღა პატარა თეატრი არის მაინც აი დღევანდელი სადკივარის შესახებ დგამ სპექტაკლებს დღევანდელობაზე პროტესტზე სახელმწიფო თეატრში ვერ ბედავენ თითქოს. თუმცა ეხლა მარჯანიშვილის თეატრში ძალიან აქებენ ხალხის მტერს, აი რაღაცნაირად მოხდა თითქოს რაღაცნაირი აი რაღაც გადმოიღვარა, ასე ვთქვათ, ამოხეთქვა მოხდა. და რაც არის სოფიო ქელბაქიანის დადგმა ჯერ არ მინახავს, მაგრამ ძალიან უცნაურია ამ პიესის გამო. ამ პიესის გამო ლაშა ჩხვიმიანი არათუ მოხსნეს, არამედ რეპრესირებულია დმანისში. იმდენად რეპრესირებულია, როდესაც ძალიან კარგი პროექტი ირინა ჟორდანი და თიკა ლაღიძიარიანი ჩაქრილი დადიან რეგიონებში და ანახებენ რეგიონებში, სოფლებში ფილმებს, იქ მაცხოვრებლებს, ძალიან კარგი პროექტია, იმიტომ რომ რაღაც ფილმებია ჩვენც რო არ გვინახავს აქ თბილისში და აქვთ ეს გასაბერი ეკრანი და ნუ ძალიან დიდი ყურადღება ამ პროექტის მიმართ. აი დმანიში მაგალითად რო ეძებდნენ დარბაზს და უცებ გაახსენდათ ლაშა ჩხვიმიანს სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტების დახმარებით იქ დარბაზი აქვს, ლაშამ თავად უთხრა რომ ნუ ჩამოხვალთ აზრი არ აქვს, იმიტომ ხალხი არ მოვა. მასთან არ მოდიან და მის ნუ მოკლედ ჩვენც ვიყავით და სხვადასხვა დმანისიდან ბავშვები ჩამოვიდნენ შარშანწინ ჩვენ პროექტზე და წარადგინეს წიგნები. მაგრამ ნუ ესეც რაღაც ხო, მოკლედ ჩამოვიდნენ და აი მე მინდა ვთქვა რომ უნდა საზოგადოებამ გააცნობიეროს რომ თუ ეს პატარა თეატრები არ იქნება, თუ ეს აი ეს რაღაც ეს ამოფეთქვა, ეს პულზე ხელის დადება და თუ აი ეს რაღაც თავგანწირვა, ბევრჯერ შეიძლება ისეთ ხარისხში არ არის როგორცაც თქვენ რაღაც ელოდებით, მაგრამ თუ ეს არ იქნა ეს იგი ეს პროცესი ისევ გაჩერდება და სტაგნაცია იქნება. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა. თან ძალიან გვჭირდება მაყურებელი, იმიტომ რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ვეღარ გეხმარებიან, იმიტომ რომ რაღაც კანონი ზღუდვა, ბიზნესი შეშინებულია და განახებდა ყველაფერი, იმიტომ რომ იმათიც მესმის თუ ამდენი ხანი რაღაც იმათაც ხო თავის საქმე აქვს და ისინი შეზღუდულებიან, იმიტომ რომ არავინ არ იცის ხვალ ვინ დაუკაკუნებს და ანუ აღმოჩნდა რომ მართლაც მაყურებლის იმედად თუ არ დარჩენილია რა შეხვდეს ამ დასებს ჯერ უნდა დაიდგას პროდუქტ რაღაცა წარმოდგენაზე მოვიდნენ და ამ დადგმასაც იმდენი რესურსი უნდა მართლა წარმოუდგენელია როგორ დგამენ იმიტომ რომ ეს არ არის დაუშვათ
მართლა ბევრად ძვირია, ისეთი ძვირი არა როგორც კინო, მაგრამ ყველა სხვა სახელოვნებო მიმართულებაზე ბევრად ძვირია, სულთა ტექნიკური საკითხები რომ მოაგვარო და წარმოდგენა მოამზადო, იმდენი რესურსი, ფული და სხვა დანარჩენი. თეატრი მაინც უკეთეს დღეშია ვიდრე კინო. არა, კინო საერთოდ უმძიმესი მდგომარეობა და დაპაუზებული, რასაც ეძახიან, მაგრამ იცი კიდე მე რა ხდება, თეატრში ესე წირი, აი მაგალითად ათონელის თეატრში იყო ეხლა პრემიერა ლაშა ბუღაძის პიესის და правда. და რეჟისორი მეკითხება ზურა გეწაძე, აი ნინო როგორ ფიქრობ, რამდენი ფული დაიხარჯა ამ სპექტაკლზე? მე ვთქვი 200 ლარი, მე 0 ლარი. ახალი დრამის ფარგლებში გავაკეთეთ რიდინგი ამ პიესის. ხო, აი ამ პიესის და ეხლა, ნუ აი და უკვე მსახიობებმა უსასყიდლოდ იმუშავეს ტექსტზე, ზურამაც usasqidlod იმუშავა და ეხლა მინიმალისტური დეკორაციით არის ათონელში. ამიტომ ეს კეთილინება იყო მსახიობების. მაგრამ მე უკვე მემცხვენია, რომ კიდევ წამოვიწყოთ მსგავსი რამ, აი ახალი დრამის ფესტივალს გულისხმობ, რომელიც ახალი ტექსტებზე მუშაობას გაცოცხლებას ისახავს მიზნად, იმიტომ რომ შარშან მე როგორც კურატორმა ამ პროექტის ლარი ვერ გადავიხადე, როცა მანამდე მსახიობებს მაინც ჰონორარებს ვუხდიდით. ღია სივრცეში მაგალითად ასევე usasqidlod მუშაობს ხალხი. ხო და აი მე რა მინდა ვთქვა, ეხლა მაყურებელი მოდის და ძალიან მოსწონს კონტენტი, მოსწონს მსახიობები, მოსწონს, მაგრამ ეს ყველაფერი არის ძალიან მწირი, ნუ ფანტაზია რამდენს გაწვდება ეხლა, ხო შენი კოსტიუმი, შენი იმით, შენი რაღაცას ვიღაც რაღაცას გათხოვებს, მაგრამ ეს არის მაინც აი ჩავთვალოთ, რომ აი ზგიდეებში ეჭვდების დონეზე თავდება ყველაფერი. ამ დროს ის მიდის ალტერნატივა როგორია? მიდის სახელმწიფო თეატრში, კარგი განათებით, კარგი, მითი რა ქვია, მუსიკალური თუ გახმოვანებით, შეიძლება იქ იყოს კიდეც ბუფეტი, კიდე და იცი რა, გართობაა ხო, და იცი როგორ განწყობა, კარგი სხვათა შორის მსახიობებით. და შეიძლება გაგიჩნდეს ესეთი კრიზისული მომენტი, რომ აი მე მოვდივარ სამსახურიდან და წავიდე იქ ცივა, გათბობა არ არის, პატარა დასი, პრობლემები და აქ ამოვისუნთქო. აი ის რაშია? ამაზე დასაცმელი ხო, რაღაცნაირად, ნუ ბოლოს და ბოლოს მართლაც რა ომი გვინდა, რომ მშვიდობა და სპექტაკლი. აი ეს ეხლა არჩევანი ყველას წინაშე დგას, მათ შორის მაყურებლის წინაშე, რომ ის ამას გაუძლოს რა. ამას გაუძლოს და მხარში დაუდგეს ახალგაზრდულ სახელმწიფო თეატრებს ხო ყავთ მაყურებელი და აი ამათაც არ შემოაკლდეთ რა. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნინო, მაგრამ ბილეთებს ვერ შეიძლება ისეთი ინტერესია, მე ვთქვი ზუსტად ამ დამოუკიდებელი თეატრების მიერ. მე არ ვიცი სახელმწიფო თეატრებში როგორ არის, მაგრამ ძალიან ხშირად აი ამგან იყიდება ბილეთი. ხო? იცი რა, მე ვიცი რომ არა, მთლად ესე არ არის. არა, მთლად ესე არ არის. აი ეხლა ჩვენ ალბათ სხვა გადაცემა გვჭირდება და უფრო მეტნი უნდა ვიყოთ, რომ დეტალებში ვისაუბროთ ამ თემაზე, მაგრამ როგორც მე ვიცი, ესე არ არის. იცი, სულ ერთი და იგივე ხალხი დადის, ერთი და იგივე ხალხი მხარში უდგას და მე კიდე ეს მინდა ვთქვა, აი წიგნის ფესტივალი ამ თვალსაზრისით ძალიან კარგი რამ იყო, რომ იქ შეგეძლო შენ ამაზე ისაუბრო და აი ეს როტაციის პრინციპი, რაც წიგნის ფესტივალზე, რაზეც მე აი გიჟდებ, ეთაყვანები ამ პროცესს. აი რას? ეს არის როგორც აი ადრე, როგორც იყო ძალიან დემოკრატიული თეატრი, სადღაც მოედანზე, რომ აი სუსუსო მას ვამბობ, თუნდაც შუა საუკუნეებში რაღაცა წარმოდგენა და ეს ბაზრის ხალხი ჩაუვლის, შეხედავს, გაიცინებს, დაფიქრდება და გაივლის. მე აი ეს არის წიგნის ბაზრობა და იცი როგორ მომწონს ჩვენ კუთხეში ჩაივლიდნენ და როგორ ჩანდა ადამიანი, მსახიობი, ნიჭიერი, რაღაცას აი წარადგენს წიგნს, მოდის ხალხი, უძებს შეიკრიბება, იცი რა საინტერესო დასაკვირვებლად, რა საინტერესო პროცესია, ნინო გაჩერდებოდა ბევრია და მოусმენ და მე ზოგი გადაინაცვლებს სხვაგან მიდის, ზოგს დრო არ აქვს, ან დაინტერესდა, გაიგო მისთვის რაც საინტერესო და გააგრძელა. მე ხედავ დატრიალდა ისე მოვლენ ჩამოსხდებიან ცოტა ხანს და ეს ისეთი რაღაცნაირი აი სინერგია გაცვლა ამაში, რაღაც გამოცდილების და აი სწორედ აი ასეთ როტაციის პრინციპი რო იყო ჩვენს გარშემო, აი ამაში ხშირად ვიმეორებდი, რომ
აი ეს ჩვენ ალტერნატიული თეატრები, დაგვინახეთ, შეგვამჩნიეთ, მოგვაქციეთ ყურადღება, დაინტერესდით, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, ერთხელ და ორჯერ რომ მიხვალ, იგი ისეთი ამბავი ტრიალებს, რომ ალტერნატიული თეატრების ბაზრობაც ხო არ უნდა გაკეთდეს. რაღაც აი ბაზრობა შეიძლება უხეშად მე მგონი ახლა რაღაცა იდეა იბადება. შეიძლება, მაგრამ ეს უნდა აუცილებელია, ეს არ უნდა მივანებოთ ესენი თავის თავს, რომ რაღაცა ჯგუფია, იქ თავისთვის რაღაცას არა. ეს როგორც წესი ეს არის ლაბორატორიები, საიდანაც მე პროცესები ვითარდება. შემდეგ. მაგრამ ასეთ ლაბორატორიებს ყოველთვის მაინც სპეციფიკური აუდიტორია ყავს და ეგ არის საფრთხე. როცა ექსპერიმენტულ სათეატრო თუ ზოგადად ექსპერიმენტულ ხელოვნებას იკვლევს გარკვეული შემოქმედებითი ჯგუფი, სადაც არ უნდა იყოს ის, იმას დიდი აუდიტორია პირდაპირ არ ყავს. ხო, მაგრამ იმ ლაბორატორიებიდან მე კი, მაგრამ ამის დამფასებელი მაინც სპეციფიკური მაყურებელია და მე მგონია სწორედ ეს არის საფრთხე, რომ დიდი აუდიტორია, ფართო საზოგადოება მაინც წავა სანახაობა ლამას, რაღაცა თეატრში. თეატრმა სანახაობა დააკო, მაგალითად მე გადავწყვეტ ზღვას, დოეშრომის მართლა ბილეთს ვერ შოვიდი, მე თვითონ მომიწია, აი რაღაც ხვეწი ნაცნობობით, ესე შეპაროა და შეიძლება ექსპერიმენტული ლაბორატორიული თეატრი. ხო, მაგრამ არა. ხო, ეს იყო უფრო აი მე გადავაკეთებს თანამედროვე თეატრის სანახაობასაც. ბალანსიცავდა, იმიტომ რომ გრიგოლ ნოდიას სპექტაკლი ის იყო ლაბორატორია და ესეთი ექსპერიმენტული დიდხანს ეგეთი წარმოდგენა ვერ ჩერდება. მაგრამ იყო ამ თეატრის წიაღში იყო და ასევე კიდევ ვიტყოდი რომ ყველაზე პოპულარული ალბათ იყო თოლია. ყველაზე პოპულარული. სადაც იყო ესეთი რაღაცა მოდერნისტული შეიძლება ხა მსოფლიო თეატრის თვალსაზრისით სულაც არა, მაგრამ ჩვენთვის, ჩვენი თეატრისთვის, ქართული თეატრისთვის იქ იყო რაღაც ესეთი პოსტმოდერნისტული რაღაცა, პოსტმოდერნისტული რაღაც ნაბიჯების სულები და ეს მაყურებელმა როგორც კვლევა და ექსპერიმენტის ნაწილი ძალიან დადებითად შეაფასა და ამიტომ ალბათ ბალანსის დაცვა და გამრავალფეროვნება რეპერტუარის მოუწევთ ალტერნატიულ პატარა თეატრებსაც, რომ მაინც სხვადასხვანაირი მაყურებელი შეინარჩუნოს. ხო, ეს ძალიან მართალი ხარ, ეს ძალიან განსაცდელი საკითხი, ეს პრობლემა არის, რომ მე ეს პატარა ვიწრო მცირე ეს თეატრები, მე რაღაცა სტილი ყალიბდება, ისეთი რომ ის უკვე შეიძლება ვეღარ გაცდეს ხო თავის თავს. აი და დიდი საფრთხე მე მხოლოდ ვარაუდობ. ნინოდესო, იცი რა მაინტერესებს, აი ესეთი ჩახედულები რო ხართ, აი კულისებში თეატრის და ამით რო ვსხოთ. გიშლით თეატრის ყურების საქმის ასხელს, აი თქვა ჩვეულებრივი მაყურებელი ვით ხო ვერ ზიხართ. აი თუნდაც საქართველოში კი რო არ ზიხარ რაღაც წარმოდგენაზე. კი, ზოგჯერ ხედავ რომ ზოგჯერ მიშლის. იმიტომ იქ ისეთ დეტალებს უყურებ, რომელსაც ჩვეულებრივი მაყურებელი იცის ნინო კინოში რო დავიწყე კინოში რო გადამიღეს და მე რო სერიალში მოვხვდი და კინოში უცებ აღმოვაჩინე რომ მე წამართვეს ყველაზე ძვირფასი რამე კინოსი რომ ჯეროდა. და დავჯდები ახლა და აქედან კამერა და ეს თუ შეამჩნი, ეს ხო არ ვიცოდი როგორ ხდება. მე კი მსახიობი ვიყავი, მაგრამ კინოში არ მქონდა გამოცდილება და აი ჩიცოძეს მე მოყვა სხვა ფილმები კიდე და დავინახე რომ ანუ ეს სინამდვილე არ არის და ეს მეგონა რომ ეს სინამდვილე და აი ეს ამან რაღაცნაირად შემიშალა ხელი და საბოლოო ჯამში თეატრშიც ეს გიშლის ხელს. ჩემ ასაკში ყოველ შემთხვევაში უკვე რაღაცნაირად კინო ვერ გაუწია კონკურენცია. გაუწევდა, მაგრამ არ არის ისეთი. მაგრამ აი გაუწევდა შენთვის თეატრს. იცი რა, დახდებოდა მეორე სიყვარული, პარალელური სიყვარული. გახდაც პარალელური სიყვარული, გახდა. აი აჯობებდა თუ არა ეს არის საკითხი, მაგრამ მე არა მაქვს დიდი გამოცდილება ამაში და ამიტომ რაც შიც არა გამოცდილება ვერ იტყვი. იმ მწირ გამოცდილებაზე დაყრდნობით რაც მე გამივლია კინოში, შემიძლია ვთქვა რომ საოცარი სფერო. საოცარი სფეროა და მიუხედავად რომ ცოცხალი არ არისო წაღან თქვი. ხო, არა, ნუ საოცარი, მე რა საოცარი სფეროა, მაგრამ იცი კინოს წინაპირობაც თეატრია. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ამიტომ თეატრისა და კინოს. მაგას ვფიქრობ ხოლმე, რომ პირველ თეატრს რატო ასახელებენ და ალბათ რატო? იმიტომ რომ ჩვენ თეატრი გვაქვს ნასწავლი, კინო ხო არა გვაქვს. მე რაღაცა ელემენტარული ისინი შვილმა ამიხსნა, იმას კინო აქვს დამთავრებული პირველი. ეს ყველაფერი არ ვიცოდი. თურმე ეს ძელი ის არის. ჩვენ არ გვაგვირია და ჩემს წინ თაობებს კამერას იმაზე თეატრალურ ინსტიტუტში უხატავდნენ რეჟისორებს და ოპერატორებს, ეს კამერა. ჩვენ არასოდეს კამერა არავის არ გადაუღიათ, ჩვენც არ უსწავლებიათ როგორ უნდა ვითამაშოთ კამერის წინ, რო გვაკრიტიკებენ, რო თეატრის მსახიობები, რო გვაკრიტიკებენ, შეცდომდე რომ ვართ ხელოვნურები და ჩვენ არც ვქონი, არც არავის არ უთქვამს ჩვენთვის როგორ უნდა ვითამაშოთ. სერიალში რა მნიშვნელოვანი გადამწყვეტი აღმოჩნდა შენთვის აი სერიალში როლი? ჩემი ცოლის დაქალები, ანუ მაქედან იწყება კინოსთან ურთიერთობა. ისე ამბობ თითქოს მაქედან იწყება. იცი რა, არა, მანამდე ახალგაზრდობაშიც ხო იყო. ერთი ფილმი იყო გიორგი შენგელაიასთან ვითამაში, კიდე ერთი-ორი ფილმი და მომკლავენ მე დღეს. კიდე ახალგაზრდობაა ესენი მომკლავენ მე დღეს. არა, ის ფილმი, ხა ეს შეიძლება არ უნდა გავიდეს, იმიტომ რომ არ მახსოვს. ის ურაყი ფშიძე რომ გიორგი შენგელაიას ფილმი, ერთი ფილმი არაფერი არ არის. ერთი ფილმი, როდესაც ვიყავი 25 წლის და მე დიდი წვეტა იყო, არც დრო არ მქონდა და ეთყობა, არც არავინ არ გადამიღო და რაღაცა, ნუ კანტიკუნტად სტუდენტურ ფილმებში და შემდეგ ჩიცუდო რა, აი ამან. და მამის შემდეგ იყო თუ შეთ ნუცასთან მუშაობა, ნუცა ალექსი მესხიშვილთან და დანარჩენი. ჯერ ნუცა და მე ეს ჩიცუდო, ხო, ნუ ესე და აი აქედან დაიწყო კინო და ხო, არა, არ მქონია დიდი გამოცდილება, არა. აი ჩიცუდომ ძალიან დიდი როლი შეასრულა. ეს მარტო ჩემთან ხო არა? ჩიცუდომ ხო საერთოდ მსახიობების თვით გამორკვევაში ძალიან დიდი როლი შეასრულა, რომ ჩვენ დავინახეთ, რომ ეს ახალი თაობის ვარსკვლავები ჩვენ ვიყავით შეჩვეული ჩემს წინ რომ თაობები იყო ხო აი ეს ძველი ლეგენდარული თეატრის და კინოს მსახიობები შემდეგ იყო რაღაცნაირი წვეტა და საერთოდ დიდი უნდობლობა რომ ახლა მსახიობმა რა უნდა და უცებ ჩიცუდემ წამოიყვანა ჩიცუდემ ტიფლისმა გამოიყვანა მსახიობები ავანსცენაზე და დაუმკვიდრა ადგილი და აჩვენა რომ მსახიობებს თეატრის მსახიობები მათ შორის შესანიშნავი მსახიობები არიან შეუძლიათ თამაში და ასევე მოხდა კიდე რაღაცნაირად ბევრი თემის წამოწევა. ყველაზე მეტად ჩიცდს ვუფასებ იმას რომ როგორც კი აი ეს გამოცდილი მსახიობი შემოდიოდა როგორ სერიოზულდებოდა და ღრმავდებოდა როგორც სცენარი ისე გადაღება რაც მოხდა აი მაკას პერსონაჟის შემოსვლით დუდუს პერსონაჟი და სხვა ყველა პერსონაჟი ყველა როგორ იცვლება ჟანრობრივად როცა რეჟისორი და ალბათ ლიფონავა და ქეთი დევდარიანი და სხვაებიც არიან ხო ვინ როდის ერთვებოდა არ ვიცი მე ესე კარგად როგორ ცვლიდნენ ჟანრს და სტილს ეს ძალიან მომწონდა ამის თვალისდევნება მე იცი ზოგჯერ ისე ხდებოდა რომ მსახიობის პირადი პრობლემა და ის პრობლემა რომელიც ქეთი დაწერდა რაღაცნაირად მაშინ ყო ერთმანეთს ემთხვეოდა და გამოდიოდა ძალიან სერიოზული ნამუშევარი რა, იმიტომ რომ იქ დიდი სათქმელი იყო. იქ ისეთ თემებზე იყო, მე მსახიობ ეს ხო დროში იყო გაწელილი და მსახიობები იცვლებოდნენ, ასაკ ემატებოდა და real time-ში, ანუ ის იმას განიცდიდა, როგორც გმირი და როგორც მსახიობი და ჩვენ ამის მოწმეები გავხდით ნინას და დათოს ურთიერთობის ეს ევოლუცია თუ რეგრესი სხვადასხვა და აიცი რა ეს რაღაცნაირის კიდე რა მახსოვს იცის ბევრი თემა ხო იყო გენდერის ამის მაგრამ კიდე მახსოვს ეს კაკაჩიას და მისი შვილის ურთიერთობა არის თუ არა ის მისი შვილი და ეს ფინალი გაურკვეველი გახსნილი აი სწორედ სიყვარულზე მოწყალებაზე ადამიანურ ღირებულებებზე ეს იყო ძალიან მაღალი სტანდარტი აი ძალიან მაღალი ჩვენი ის იყო რა ჩვენი რაღაცა სარკეში და რაც რეალობა არ გვეგონა და რაც რეალობა არ გვეგონა ისიც კი გამართა და მე და დღემდე ყველა ჯიხს ჩემი ცოლის დაქალებში რაც იყო ის მოხდა ანუ ყველაფერი ჩემი ცოლის დაქალებში ესე არ იყო ჩემი ცოლის დაქალებში და აღმოჩნდა რომ ის სარკეში ვიყავით უბრალოდ ჩვენ ვერ ხედავდით მანამდე ჩვენთან და ამას ყველა უყურებდა შენ იზიარებდა პოზიციას თუ არ იზიარებდა ამ ღირებულებას ამ სერიალის
ეს რაღაცნაირი მემატიანე იყო, რომელიც მოგყვებოდა და მსახიობის თვალსაზრისით, ნახე როგორ გავილექსე, არა? მაგრამ ერთ სიტყვით, როგორც მსახიობი ძალიან კომფორტული იყო, იმიტომ რომ სერიალი გაძლევდა საშუალებას შენი პოზიციის დაფიქსირების, აიცი, დროში, ესე იგი, შენ ყველაფრის მიმართ ადეკვატური იყავი. რაღაცნაირად შინაგანად შეგეძლო გამოგეხატა ეს შენი იმდროინდელი განცდა და რას ფიქრობ, როგორ გრძნობ ეს ნინო თეატრზე რო გიყვარს ლაპარაკი და დაუსრულოთ შეგვიძლია თან თეატრში თქვენო შევეხეთ, ხო გასაგებად. ძალიან. წიგნე ლიტერატურაზე კიდე რაზე გიყვარს ყველაზე მეტად ლაპარაკი? რა ვიცი, აბა ხო ატყობთ ისე ლაპარაკი რომ მიყვარს. ჩვენც არ უჩივით, მაგრამ ეს ხო დაინახეთ, არა? ლაპარაკი, რა ვიცი, საინტერესო ხალხთან ურთიერთობა. ეხლა ვიყავი ტურში სამდღიანში ლევან ბერძენიშვილი გაგვიძღვა და რატოში მაინტერესებს? თქვათ რომ საბერძნეთში ათენში ეს გაუკეთეთ რაღაც ჩემ თავს აჩუქარი და იყოს ლევან. ვაიმე, ეს იყო აი ეს როცა შენ არაფერ არ უნდა ილაპარაკო, უნდა უსმინო. და ეს იყო საოცრება. არა მარტო იმის დათვალიერება და ეს რა ის ასე და ის რაც ჩვენში არის და ეს საბერძნეთი და მითოლოგია. არა, ეს ზოგადად აი ეს პარადიგმები და რა ვიცი ჩვენი ყოფნა და ძალიან საინტერესო ჩვენი რაობა, ძალიან საინტერესო არის რა. კარგია, როგორ მინდა რომ ეს მართლა კონდეს იმის საშუალება ვისაუბროთ თეატრზე, ლევან ბერძენიშვილთან ერთად წახვიდე ლიტერატურა, ოღონდ ყველას კონდეს ამის საშუალება. ხო? სახელოვნებო პროცესი რო არსებობს ეს კარგია, მაგრამ თუ სახელოვნებო პროცესს არ აქვს შეფასება, სისტემატიზაცია, კლასიფიკაცია და მისი დაყე, თუ ამ სახელოვნებო პროცესს არ მოუძებნის ეს კრიტიკა თავის სათანადო ადგილს, ჩათვალე რომ ეს სახელოვნებო პროცესი ველურივით იქნება, როგორც სარეველა. თუ არ გასაგებია. მაგრამ რომ მოდის ეს პრეტენზია, სად არის კრიტიკა, ამ კრიტიკის შეფასება, ხო, ანალიზს და შეფასებას გულისხმობს. ესეც ხო შრომაა, ეს საჭიროებს განათლებას, მუდმივ განახლებულ, განახლებად ცოდნას, სიმშვიდეს, მოცლილობას. როგორ ეხა დაკაპიწებული ხელებით ყველა მართლა რომ მუშაკობდეს რა, ყველა რომ უნდა მუშაობდეს თავის სფეროები გაჩერებული. უნდა იყოს სადღაც შესაძლებელი რომ იმუშაო. მე რო ველოდები იმ ჰეპი-ენდის ერთი სული მაქვს. ხო ყველასთვის ჰეპი-ენდი იყო მთელი ჩვენი ქვეყნისათვის, რომ ერთი სული მაქვს იმდენი პროექტის და იმდენი კარგი რაღაცის გაკეთება, ვიცი რომ უნდათ, მე მინდა, თქვენ გინდათ, რომ ერთი სული მაქვს, ცოტა ჩქარაქენით ეხლა რომ აი რაღაცეები გვაქვს გასაკეთებელი. ჩემ დროს ახალგაზრდობაში ჩვენ ვიძახით, ხო? ნინო იძახით, ამბობს უფრო სწორად ეხლა ჩემი მეგობარი მცემს დიქტატორი. ხო და ამბობს და ხო და არა გვაქვს ეს ბევრი დრო სამწუხაროდ. ხო და ჭირდება ძალიან სწრაფად რომ ყველა მართლა ვიყოთ გულმოწყალენი, ცოტათი მაინც და რაღაცა დავშვიდეთ, დავწყნდეთ და დავიწყოთ თავიდან რესტარტი გვჭირდება. გადატვით აი ეს კორონას პერიოდიც ახლა ნინემ რაც მიუხედავად იმისა რომ მიუხედავად კი არა თუ არ ვისაუბრებთ იმაზე რამდენი ადამიანი შეიწირა და თავისთავად ეს რამდენად ცუდი იყო, მაგრამ მეორეს ომები გაჩერდა ხო ამ დროს. ანუ ადამიანებმა დაამთავრეს ყურა და კაი წავედით დავხოცოთ ერთმანეთს. მორჩა ხო? კაი. აფა მაშინათო გაჩერდი, მაგრამ დახოცილიყავით მაშინ. ვერ გამოიყენა ალბათ. კაცობრიობა ვერ ვისწავლეთ იმ ოთახში ჯდომით და ფიქრით. მაგრამ აი წეგან შენ თქვიო ჩვენი დრო გადის, აი მარტო ჩვენზეც არ არის, ხო, ისტორიისთვის და სამყაროსთვის ეს რამდენიმე თაობა იტყვის ვინმე რომ არაფერს არ ნიშნავს. უბრალოდ ეს დრო კიდე არის დაკარგული დრო იმისთვის რომ რაღაც მნიშვნელოვან საფუძველი არ ეყრება და მეტიც ეს რაღაც საქმიანობები ძალიან მნიშვნელოვანი გვავიწყდება. არა, ანუ რო ვერ ვაკეთებთ არც გრძელდება. დისკვალიფიკაციას კი. და ეს სხვა თაობებისთვისაც ცუდია. შეიძლება ჩვენზე ეგოისტურად რომ არ მიუდგეთ და უშეთ კარგი ჩვენ დავკარგეთ ეს. ხო, ეს დავკარგეთ პროფესიები, დავკარგეთ ეს ფუფუნება, დავიბადეთ ომში და ვაგრძელებთ უბედურ ყოფას, მაგრამ დარგები და პროფესიები და პროცესები იკარგება და კინო ხო არა, მარტო რეჟისორი ხო არა. რეჟისორი, მსახიობი
მსახიობის, სცენარისტი, ეს ადამიანი წერენ, მაყურებელი, ფანტასტიკური წიგნები იწერება, არაჩვეულებრივ ნაწარმოებებს კითხულობ. ეხლა ორი მწერალი აღმოვაჩინე, გოგა ქობალი, რომელიც თავად რეჟისორია და აი იგივე დათია ბადალაშვილი, რომელიც მინდა რომ მოვიწვიო და ერთი და კიდე რავი ძალიან ბევრი ბექა ხურხული, რომ სულ მინდა რომ აუ ეს არის გადასაღები, ეს არის კინო, ყველაფერზე ვამბობ, რაღაცას ვკითხულობ, ეს არის კინო და კინო არ არის, არავის არ არის რომ შესთავაზო, მოდი ამას ხო არ გადაიღებ. თვერა, იგივე დოკუმენტალისტები ალბათ დადიან ფიქრობენ, რამდენი ისტორიაა ჩვენს ირგვლივ, ხო? და ვერა. არა, კინოს დიდი ეს დარგი არის, აი ესე საფუძველ ჩაყრილი, უკვე რაღაც ეტაპამდე მისული, ამდენი ეს ხო წლების მანძილზე ხდებოდა სულ სხვადასხვა ხელმძღვანელობით, არა? ახლა ეს გაჩერებული. ეცი ამითხარით, ასე სუცუძე რა არის კარგად? მოდი ვთქვათ რა არის კარგად, აბა თქვით. ხანია ამაზე არ მიფიქრია. ესეთი შეკითხვა რა არის ახლა ეს კარგად არის რომ აი კარგად ჩვენი ერთად ყოფნა კარგია. კარგია. რომ ჩვენ ერთნაირად რაღაცა ეს მსახიობების ახალი თაობით მე ვარ ახტოვანები. არაჩვეულებრივია. რაღაცნაირად ახალი მწერლები. ფანტასტიკა კარგი ის არის რაღაც ბოლო რაღაცები გაირკვა. ხო. ამ თვალსაზრისით ძალიან ხო, ეს მნიშვნელოვანი პროცესი. მტკივნეული, მაგრამ მნიშვნელოვანი პროცესი. იცი რა არის კარგად? კარგი კინო, კარგი წიგნი, რაც ბოლო დროს წაგვიკითხავს და შეგვიძლია ერთმანეთს გავუზიაროთ, ანუ ნინოს რეკომენდაციების დრო მოვიდა. ხო, ის ნებისმიერი რამ, რაც სხვანაირად გამოკვებავს ჩვენს ხო, აი მაშინ წიგნებზე ვისაუბრებთ. აი მაშინ ესე ვიტყვი, რა კარგია მომეცა ახლა ამის საშუალება. აი მე რამოდენიმე წიგნი წარმატგინე და ორ სიტყვას თითოზე ყველაზე ვიტყვი. აი მაგალითად დავიწყებ თეიმურაზ დოიაშვილის გალაქტიონი ნაცნობი და უცნობი. ეს არის ახალი წიგნი თეიმურაზ დოიაშვილის და ნატია სიხარულიძის, რომელიც მე წარმატგინე. ეს არის გალაქტიონზე, აი მართლა ნაცნობი და უცნობი, რაც ვიცით გალაქტიონს და რაც არ ვიცით. დღიურებიდან ამონაწერები, პატარ-პატარა ისტორიები, პატარა წიგნი, დოკუმენტური პროზა და იცი როგორ არის, აი დღიურებიდან ამოღებული მისი ნახატები, ნაჩხაპნები, მიჩხაპნილი, მიწერილი, ნამდვილი ისტორიები. ერთი შეხედვით, აი ეს ვერ გამთავისუფლდი მე იმისგან, რომ პატარა რო არის და ლამაზი ყდა რო არის, აი იმითი ჩემი ვიზუალურად აღვიქვამ. შიგნით საშინელი ისტორია, ნახევარი წიგნი წავიკითხე, რომ მივხვდი, რომ არ არის ეს პატარა და საყვარელი და ეს ნახევარი წიგნის მე მივხვდი, შემზარავი რეალობა იმ დროინდე. ეს შემზარავი. დრო, წერლები, ადამიანები, კონტექსტი, აი წაიკითხეთ. დიდ სიამოვნებას მიიღებთ. იოლის წასაკითხია, იოლის საკითხავია, მაგრამ აი სურათი ჩვენი წარსულის და მე მინდა დაურეკო ბატონ თემურს და მადლობა არ ვიცნობ, მაგრამ მადლობა გადაუხადო იმ ვაჟკაცობისთვის. ეს არ იყო მარტივი, ეს სახელები დაასახელო თქვა. ისე ძალიან ლაღით ხრობაა და აი გალაქტიონის შესახებ მის ცხოვრებაზე ის რა იყო მის საერთოდ საიდან შეიქმნა გალაქტიონის მითი, ვინ იყო, როგორ იყო, ბევრი რამე განგაცვიფრებთ, იმიტომ რომ ადრე ამას ვერ შეხვდებოდით. აი ეს მუგიჟიანების მითი და ასე შემდეგ საიდან მოდის და პორტრეტი და სახე იმ დროის, სასტიკი დროის პორტრეტი. ამას გირჩევდით. აი ესევე ჰორას მაკოის ქანსგაწყვეტილ ცხენებს ხომ კლავენ, აი ძალიან გირჩევთ ამის წაკითხვას, არაჩვეულებრივი თარგმანი და კიდე იცი რა, მე ცოტა მოვქექე და იცოდი შენ რომ თურმე მაქვინს აქვს გაკეთებული 2004-ში პრეტაპორტე, არა, პრეტაპორტე, არა თუ ნეტაპორტე თუ რაღაც ესეთი ჩვენება ამ წიგნზე დაყრდნობით. საოცარი ჩვენება. ჯერ არის ცეკვა, მერე არის ეს სპრინტი, სირბილი და მერე თავარი გმირის სიკვდილი. ან რა კოსტიუმები, ან რა არის შეიძლება გაგიჟდე. ძალიან გირჩევთ საინტერესო რამ არის გრინბერგის საიდუმლო, რომელშიც სხვადასხვა უნდა ვთქვა ჩემმა და თარგმანში საუკეთესო ის აიღო გერონტი ქიქოძის ხო თარგმანი საუკეთესო კატეგორიაში პრიზი და არაჩვეულებრივად საინტერესო, რომელიც ჩვენ წარსულსაც ასევე ეხება. აი საიდუმლო, სანამ არ გაანალიზებ შენ წარსულს, რომ ვერ გააგრძელებ შენ ცხოვრებას და ის მუდმივად დაღივით იქნება რაღაც უთქმელი და გაუკუღმართებული.
ასევე ძალიან საინტერესო რა წავიკითხე, ეს არის ესეთი მწერალია აინე მერმე, ეს ფსევდონიმია, საბა აქვს აღებული ეუარა. ეს უკვე თანამედროვე ავტორებზე თუ შეგვიძლია ვისაუბროთ და კიდევ რამოდენიმე წიგნი, ტასო ჭანტურაიამ წარადგინა არაჩვეულებრივი რამოდენიმე ნაწარმოები და კიდე ქაიროსი ეს ის წიგნები, რომელიც და ბოლო წიგნი, რომელზეც მინდა ვისაუბრო, ეს არის სოლვეი ბალე, შვედი ავტორი და მისი რომანი, ეს არის სეპტოლოგიის 2 წიგნი, დროისა და სივრცის მიღმა. დიდ სიამოვნებას მიიღებთ. ეს არის მთავარ გმირზე და ძალიან ერთ ინტრიგას ჩავაგდებ, მხოლოდ ეს არის ახალგაზრდა ქალი, ჩვენი ასაკის, რომელიც დროის მარყუშია მოქცეული და ეს მარყუში არის 18 ნოემბერი, თემურ ჩხეიძის დაბადების დღე. და მე რომ ამ წიგნს ვკითხულობდი, სულ მქონდა შეგრძნება, ერთი წუთი არ ყოფილა ისე რომ თემურზე არ მეფიქრე, თითქოს ერთად წავიკითხეთ ეს წიგნი. ხო და ძალიან გირჩევთ ამ წიგნს. ეს არის ჩემი რეკომენდაცია და კიდე ერთი ფილმის კითხვა. ფილმი? ეხლა ვნახე სერიალი, შემთხვევით შემთხვე ეიფორია. ხო, ნახე, ზენდაია რო თამაშობს. მე ჯერ არ მინდა. ვაიმე როგორ მინდა, იცი რა, პირველი სეზონი აი გავგიჟდი, იცი რა, როგორ მინდა რომ ესეთი რაღაცა ჩვენთანაც იყოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ახალგაზრდებმა აი ამ რანგში თავის ისტორიის მოყოლა შეძლონ. მე მგონია რომ იმათ თავის ისტორიები მოყვნენ, სასტიკი რეალობა როგორიც არის. სასტიკი ძალიან და ამაში მაინც აი ადამიანიდან იწყება და მთავრდება ადამიანით ყველაფერი და როგორ მინდა რომ ჩვენ ახალგაზრდობისთვისაც იყოს საშუალება აი ესე კინო ხელოვნებამ გამოხატოს მათი განცდები. იცი რამდენ ადამიანს ეშველება, რამდენი ადამიანი იმას იზავს, მოიშუშებს ჭრილობებს, ახალგაზრდა თინეიჯერი. ეს არის ჩემი რეკომენდაცია და კომენტარიც ეს არის. ძალიან გჭირდება, ძალიან ყველას გჭირდება ამ მოთქმა, არ მარტო ახალგაზრდებს, ყველას გჭირდება. ხო, მაგრამ აი ხო რა. ეს არის კიდე რა ხანდახან მუსიკასაც გვიტოვებენ ხოლმე. მე არა ვარ ამაში ხო ძალიან. მაგრამ მე ვიტყვი რომ ნინოს სალომე შვილი, ესე იგი მე ხო საუბრობ როგორ მომწონს მომღერალი როზალია და სულ მასზე საუბრობ, ყველას ვცდილობ რომ მოვაწონო და გავაგიჟოთ და ჩემზე არ არის, უბრალოდ მთელი მსოფლიო არის მისით აღფრთოვანებული და ბრიტანულ მუსიკალურ დაჯილდოებაზე მისი შოუ იყო იმდენაშთან ბეჭდავი, რომ ბიორკიც იყო ამ შოუში, მაგრამ ბიორკი ხო ძალიან კარგი იყო, მაგრამ ეს როზალია ყველაფერი გადაფარა. მაგრამ დადგადრო და უცებ რას ხედავს და მე ხლა მივყვები ამ როზალიას, სადაც წავა ყველგან ონლაინ რა თქმა უნდა. და უცებ ხედავ რომ როზალია სცენაზე აყავს გოგო ლამაზი გადასარევი თამამი რაღაცა საუბრობენ და კარგად უყურებ, მაგრამ მე ვეღარ ვხედა, ვეღარ როზალი პირველად მოხდა ისე რომ როზალია ვიღაცამ დაჭრა, ბიორკმა ვერ დაჭრილა, იქ ამხელა იმან ვერ დაჭრილა და ვინ დაჭრა? აღმოჩნდა რომ ნინოს შვილი სალომეა ის ვინც სცენაზე აიყვანეს და იყო ფანტასტიკურად დადგმული და გათამაშებული აღსარების სცენა. სადაც სალომე იყო ფანტასტიკურად უბრალოდ ნახეთ ინტერნეტით თუ გინდათ ჩაწერეთ. რამდენი ჩაწერა უნდა ნახონ? როზალიას კონცერტი პარიზში ალბათ, ხო და ეს confession ახსარება და ეს რაც იქ პატარა რაც გაითამაშა და ეს არის მისი სადიპლომო სპექტაკლი, თვითონ დაწერა, თვითონ ითამაშა, თვითონ და მე სხვათა შორის ამ სპექტაკლით წავიდა ფრინჯზე, მაშინ ედინბურგში და იქ ითამაშა 24 სპექტაკლი და ესეთი კონტრაქტი იყო და აი იქიდან იყო პატარა ამონარიდი, რომელიც აქ ამ ქაურობასაც მოუხდა ძალიან. რა ვიცი, მეც გაჭტერებული უყურებდი მართალი გითხრა. რომ ქვეყანა რო გადატრიალდეს და ისევ სალომეს ასაკის ვიყო, ვერც მას გავბედა, ვერც იქასვლას, ვერც დალაპარაკებას, ვერც თამაშ და საერთოდაც საქართველოსთან ალბათ ვერც გავალ და ყოჩაღ ამათ და ყოჩაღ ხვებს რომ აქვთ ამის გამბედაობა და რამიც. ნინო, იცი ახსარება თქვი და ეს გულმოწყალენი ვიყოთ ცოტათი მაინც ივანის სახარებაშიც არის ესეთი ფრაზა და შეგვიძლია ახსარება გითხოვს? კი, მე რაღაცა პერიოდი ძალიან აქტიურად დავდიოდი ეკლესიაში და
კი, როგორ არა მithქვამს. და ეხლა რო რაღაც ძალიან შეიცვალა ჩემი ცხოვრება, მე ამას განვიცდი, რომ ეხლა რაღაცნაირად ვერ უთმობ დროს ეკლესიას ბევრს. შენთვის უთქვა? ну, რა ვიცი, ხო იცი და ოჯახის წევრები ერთმანეთს, კი, როგორ არა, ჩემთვისაც უთქვამთ ახსარებ, მაგრამ ეს ხო იცი მეგობრული, ჩვენ ერთმანეთს ახსარებას სულ რაღაცას უყვებით, მაგრამ კი, მithქვამს ახსარება და სხვა შორის კიევში, პირველი ჩემი ახსარება კიევში, პირველად სულ. იქ ვეზიარე და ეს იყო ბევრი წლის წინ. მე პირველ ახსარებას ვიჭირე. ისეთი ცერები წავა, ეს ტიროთი გავაგიგე. ქვითინებდი, მაგრამ მარტო ახსარებაზე არა, მე პირველად ფსიქოლოგთან რომ მივედი, იქაც ზუსტად იგივე დავიმართა, ძალიან გავდა ერთმანეთს. ეტყობა ისე მიჭირდა ეს ამოთქმა, რომ აი ორივე ჯერზე ვიტირე. ერთი იყო სადღაც 90-იან წლებში და ფსიქოლოგთან რამდენიმე წლისია გავდა ერთმანეთს, მაგრამ აი ისე იმამდე მივედი, ყველას გვჭირდება ამოთქმა, იქნება ეს ახსარებაზე, იქნება ფსიქოლოგთან თუ იქნება ეს თქვათ ჩვენი საქმიანობის საშუალებით, ხო გჭირდება ეს ამოთქმა, გამოთქმა, რაც შიგნით გვაქვს ყველას დაგროვილი, არა? ნამდვილად, კი. ჩემი ფსიქოლოგი მომა გონდა რომ თან ორჯერ ვიყავი და მე მგონი იმანიტი. კი, ესეც შეიძლება რომ მოხდეს. ესეც შეიძლება. რაღაც უნდა ვთხოვონინოს, არ ვიცი, შეიძლება ისეთი თხოვნა იყოს, რომ კაფე უარი მითხრას და ეს არ გავა გადაცემა. გამამახსარებებმა, სალომეს გათამაშებულმა და სავარაუდოდ მონოსპექტაკლმა ხო? მომენტომა ეს ერთი კითხვა მაქვს და იქვე არის ჩაშენებული თხოვნა. ალბათ მაინც არის ბევრი მონოლოგი გექნებოდა და გაქვს და ალბათ ყველა პერიოდულად სხვადასხვანაირად ცოცხლდება გონებაში. მაგრამ ალბათ მაინც არის რომელიღაცა, რომელიც ბოლო დროს გაგონდება. რომელიც არ გავიწყდება, ან ხანდახან ქსიამოვნებს, ან გჭირდება, რომ ჩუმად მაინც ამოთქვა, წაიკითხო, გაიხსენო და ხო არის? იცი რა, მონოლოგი არ არის, მაგრამ პერიოდულად მახსენდება, იცი რაღაცა ფრაზები, უცებ ამოტივტივდება და იცი უკვე ისე მცხვენია, აი განსაკუთრებით ახალგაზრდებთან. აი A-ზე რაღაცა მაქვს ციტატა, B-ზე მეორე ციტატა მაქვს, შეიძლება 2-ზე. ისე მცხვენია, რომ აი ხო იცი, აი ჩვენ რო არ მოგწონდა უფროსები იმ კატეგორიაში გადავინათლე. მე მაგალითად მოვისმენ. იცი რა, აი მაგალითად ხშირად მახსენდება. დღესაც ვფიქრობდი ეს ხომ არ დამეწერა, მაგრამ მე ვიფიქრე რომ არ დავწერ, იმიტომ რომ რაღაცა იმათ მოწოდებათ არ აღიქმებოდეს, მაგრამ აი ჰამლეტში აი ეს გონებას აღიგონება ჩვენ სიმამაცეს ასამარებს. ხშირად მაგანი გონდება დღევანდელ დღეს. ყველაფერს თუ შეხედა, მე დაფიქრდები, მაგრამ მეორე მხრივ ასეა, მე ისეა და ნაბიჯს ვეღარ გადადგამ. აი რასაც შეენაბობ, აი ეს ქმედების და რაღაცა ისეთი უკომპრომისო ბრძოლის დროს. და კიდე ხშირად მახსენდება მე ჩემი არა, მაგრამ მაკბეტის მონოლოგი. მაგრამ ეხლა მაკბეტზე არ ვიტყოდი, მე მახსენდება სცენა, როდესაც ბენგოს პერსონაჟი გამოდის, ჯერ არ არის მკვლელობა მომხდარი, ის გრძნობს, რომ შეიძლება რაღაც მოხდეს და ეუბნება მაკბეტს, აი სრულად კონტექსტიდან ამოვარდნილად. მაგრამ თავარი მაინც ის არის, კაც ღირსება არ შეელახოს. მე აი ბოლოს რო დაუტოვებს. ბოლოს რო მე ამას ვიტყოდი, ეს როგორც ის, რომ თავარი მაინც ის არის, კაც ღირსება არ შეელახოს. და მონოლოგს ვერ ვიხსენებ სოფო ვერაფერს. მე მგონი აქ ფარდა, არა? ჰა? მე მგონი აქ ფარდა. ტაში და ფარდა. ტაში ჩვენ დავუყარეთ. მადლობა. ტაში თქვენ.